საღამო მშვიდობისა, დღეს ჩვენ დავიწყებთ ყველაზე შორეულ და დიდებულ მოგზაურობას, რაც კი წარმოგიდგენიათ ჩვენი მზის სისტემის კიდეებისკენ. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ სრულ აბსოლუტურ სიბნელეში და სინათლის ერთადერთი წყარო შორეული, მაგრამ წარმოუდგენლად კაშკაშა, ოქროსფერ თეთრი დისკია. თქვენ გრძნობთ მის სითბოს, მის უსაზღვრო ენერგიას. ახლა თქვენ დგახართ სამყაროს ღურბლზე, სადაც დრო იზომება მილიონობით წლით და მანძილები ასტრონომიულ ერთეულებში. ჩვენ დავინახავთ არა მხოლოდ პლანეტებს, არამედ შექმნის გრანდიოზული აქტის ნარჩენებს, რომელიც თითქმის 5 მილიარდი წლის წინ მოხდა. ეს იქნება შესავალი ჩვენს კოსმიურ სახლში, ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა ჰარმონია ქაოსიდან, როგორ წარმოიშვა სამყაროები მტვრისა და გაზისგან, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენი გახდა. თუ ეს მოგზაურობა მოგწონთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და ზარის ღილაკის დაჭერა, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი და კომენტარებში შეგვატყობინეთ, რომელი კოსმიური საიდუმლოს შესახებ გსურთ გაიგოთ შემდეგ ჯერზე. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი შეიძლება დაელოდოს. მოკალათ დით თქვენს საწოლში. დახუჩეთ თვალები. მიეცით თქვენს სუნთქვას საშუალება, გახდეს ნელი და ღრმა. ჩვენი მოგზაურობა იწყება. თავდაპირველად მხოლოდ მშვიდი, ცივი, თითქმის უხილავი ღრუბელი იყო. ეს იყო გიგანტური, მყიფე აკვანი, რომელიც ცნობილია როგორც მზის ნისლეული, რომელიც ძირითადად შედგებოდა წყალბადისა და ჰელიუმისგან, შერეული მძიმე ელემენტების პაწაწინა, ყვამლის მსგავსი ნაწილაკებით დიდი ხნის წინ მკვდარი, აფეთქებული ვარსკვლავების ნამსხვრევებითა და ფერფლით. ეს ღრუბელი, რომელიც ნელა ბრუნავდა ირმის ნახტომის გალაქტიკის ერთ-ერთ სპირალურ მკლავში, იმდენად უზარმაზარი იყო, რომ მის გადაკვეთას სინათლის წლები დასჭირდებოდა. მილიონობით წლის განმავლობაში ის უბრალოდ ტრიალებდა, სანამ რაღაც არ დაარღვია მისი სიმშვიდე შესაძლოა, ახლომდებარე სუპერნოვას დარტყმითი ტალღა ან გრავიტაციული დარღვევა. ამ ბიძგმა გამოიწვია ღრუბლის ცენტრალური რეგიონის კოლაფსი. გრავიტაციამ, სამყაროს უნივერსალურმა არქიტექტორმა, დაიწყო თავისი მუშაობა. მილიარდობით ტონა გაზი და მტვერი, მიმოფანტული უზარმაზარ ტერიტორიაზე, დაუნდობლად დაიწყო მათი საერთო ცენტრისკენ შეკრება. როდესაც ღრუბელი შეკუმშული იყო, ის სულ უფრო ცხელდებოდა. ამ პროცესმა, რომელსაც გრავიტაციული კოლაფსი ეწოდება, გამოიწვია მატერიის პოტენციური ენერგიის სითბოდ გარდაქმნა. გარდა ამისა, ღრუბელმა უფრო სწრაფად დაიწყო ბრუნვა. როგორც ფიგურული მოციგურავე, რომელიც ხელებს აჩქარებისთვის იჭერს, კუთხური იმპულსის შენარჩუნების პრინციპით გაზისა და მტვრის ეს შეკუმშული ღრუბელი სულ უფრო და უფრო სწრაფად ბრუნავდა. საბოლოოდ ეს ბრუნვა იმდენად ინტენსიური გახდა, რომ მთელი სტრუქტურა გააბრტყელა და წარმოშვა ის, რასაც ახლა პროტოპლანეტურ დისკს ვუწოდებთ ამაზე მოგვიანებით. ამ დისკოს ცენტრში, კოლაფსირებადი ღრუბლის გულში, ტემპერატურა და სიმკვრივე წარმოუდგენელ სიმაღლეებამდე გაიზარდა. ცენტრში არსებული მატერიის გროვა პროტომზის სახელით გახდა ცნობილი. მომდევნო 100 წლის განმავლობაში ეს მკვრივი, ცხელი ბურთი აგრძელებდა შეკუმშვას. ბირთვში წნევა იმდენად გაიზარდა, რომ ელექტრონები ატომებს მოწყდა, რამაც პლაზმა შექმნა. ტემპერატურამ 15 მილიონ გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. შემდეგ კი საბოლოოდ მოხდა მოვლენა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ამ ნისლეულის ბედი, წნევამ და ტემპერატურამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია, რომლის დროსაც თერმობირთვული შერწყმის რეაქციები შეიძლებოდა დაწყებულიყო. ეს იყო ნამდვილი კოსმოსური ფეიერვერკი, არა აფეთქების, არამედ სტაბილური, უსაზღვრო ნათების გაგებით. ორი წყალბადის ბირთვი ურთიერთელექტრული მოგერიების დაძლევის შემდეგ გაერთიანდა ჰელიუმის ბირთვის შესაქმნელად, რამაც გამოყო კოლოსალური რაოდენობის ენერგია სინათლისა და სითბოს სახით. პროტომზე აინთო და სრულფასოვან ვარსკვლავად ჩვენს მზედ იქცა. ამ მომენტში ვარსკვლავის შეკუმშვის გრავიტაცია დაბალანსდა თერმობირთვული რეაქციებიდან სინათლისა და სითბოს წნევით. მზის დაბადება ნაზი, მაგრამ გადამწყვეტი მოვლენა იყო. როდესაც მზე აინთო, მან გამოუშვა დამუხტული ნაწილაკების ძლიერი ნაკადი, რომელსაც ახლა მზის ქარს ვუწოდებთ. ეს ქარი, რომელიც ძირითადად პროტონებისა და ელექტრონებისგან შედგება, ერთგვარ კოსმოსურ მტვერსასრუტად იქცა. მან დაიწყო დარჩენილი მსუბუქი აირების, როგორიცაა წყალბადი და ჰელიუმი, გამოდევნა მზის სისტემის შიდა ნაწილიდან. ამ ზონაში ახლა დაბადებულ მზესთან ახლოს, გაზი ძალიან ცხელი იყო ყინულად კონდენსირებისთვის ან მყარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
მზის კაშკაშით გამოწვეული ეს განცალკევება იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რატომ არის შიდა პლანეტები მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი კლდოვანი, ხოლო გარე გიგანტები აირისებრი. ამგვარად, ათობით მილიონი წლის განმავლობაში, ის, რაც ცივი, უფორმო ღრუბელივით დაიწყო, გარდაიქმნა ვარსკვლავად, რომელიც კაშკაშა და სტაბილურად იცვოდა, გარშემორტყმული სამყაროს ასაშენებლად მზად მასალის დისკით. დისკოს გარე რეგიონები საკმარისად ცივი დარჩა წყლისა და სხვა აქროლადი ნივთიერებების ყინულის სახით არსებობისთვის, ხოლო შიდა რეგიონები მხოლოდ მძიმე, ცეცხლგამძლე მასალების, როგორიცაა სილიკატები და ლითონები, შეიცავდა. მომავალი პლანეტების თესლი დაითესა და ისინი ელოდნენ ზრდას, ამ პირველყოფილი კოსმოსური სუპის ნარჩენების სამშენებლო მასალად გამოყენებით. ჩვენი მზე ანათებდა და სცენა მომზადდა დრამის შემდეგი აქტისთვის, პლანეტების ფორმირება ამ მბრუნავი დისკიდან. მზის ქარის ნაკადი ძლიერი იყო, მაგრამ მას არ შეეძლო ინერციისა და გრავიტაციის შეჩერება, რომელმაც უკვე შექმნა ბრტყელი, თხელი სტრუქტურა ახალი მზის ეკვატორის გარშემო პროტოპლანეტარული დისკი. წარმოიდგინეთ ის არა როგორც ერთგვაროვანი ღრუბელი, არამედ როგორც გიგანტური, გლუვი, ვინილის დისკი, რომლის სისქე შესაძლოა მხოლოდ 1% იყოს მის დიამეტრთან შედარებით, რომელიც ასობით ასტრონომიული ერთეული იყო. ამ დისკში დარჩენილი ყველა სამშენებლო მასალა სილიკატური ქანები, ლითონები და, მზიდან უფრო შორს, სხვადასხვა ყინული მოძრაობდა წრიულ ორბიტებზე, მაგრამ არა ქაოტურად. პლანეტის აგების პირველი ნაბიჯი იყო კონდენსაცია. დისკის შიდა, უფრო ცხელი ნაწილები მხოლოდ მაღალი დნობის წერტილების მქონე მასალებს, როგორიცაა რკინა, ნიკელი და სილიციუმით მდიდარი მინერალები აკონდენსირებდა. ეს პაწაწინა ნაწილაკები უფრო პატარა იყო, ვიდრე მტვრის ნაწილაკები, რომლებსაც ხედავთ, როდესაც მზის სხივი ოთახში ანათებს. დისკის გარე ნაწილები, რომლებიც მდებარეობს EC, თოვლის ხაზის მიღმა მზიდან დაახლოებით 5 ასტრონომიული ერთეულის დაშორებით, საკმარისად ცივი იყო, რომ წყალი, მეთანი და ამიაკი ასევე კონდენსირდებოდა მყარყინულის კრისტალებად. სწორედ ეს თოვლის ხაზი გახდა უხილავი, მაგრამ მნიშვნელოვანი საზღვარი, რომელიც კლდოვან და აირისებრ პლანეტებს ჰყოფს. ეს პაწაწინა მტვრის ნაწილაკები, რომლებიც ერთად მოძრაობდნენ, ერთმანეთთან შეწებებას იწყებდნენ. თავდაპირველად ეს ელექტროსტატიკური ადჰეზიის მსგავსი იყო, ისევე როგორც მტვერი გროვდება ტელევიზორის ეკრანზე. ნაწილაკების შეჯახების და შერწყმისას ისინი კენჭების, შემდეგ ლოდების და ბოლოს ასტეროიდების ზომამდე იზრდებოდა. ამ პროცესს აკრეცია ეწოდება. ათასობით წლის განმავლობაში მილიონობით ასეთი პაწაწინა ობიექტი, რომელსაც პლანეტეშენადედებს უწოდებენ პლანეტების საშენ ბლოკებს, პროტოპლანეტურ დისკოში დახეტიალობდა. ისინი ქაოტური იყო, მათი ორბიტები იკვეთებოდა და განუწყვეტლივ ეჯახებოდნენ ერთმანეთს. როდესაც პლანეტეშენადედები ზომაში იზრდებოდა, მათი ზრდის მექანიკაც იცვლებოდა. როდესაც ისინი რამდენიმე კილომეტრის ზომას აღწევდნენ, გრავიტაციამ დომინანტური როლი დაიწყო და არა მხოლოდ ელექტროსტატიკური ძალები. უფრო დიდმა პლანეტეშენადებებმა დაიწყეს თავიანთი პატარა მეზობლების მიზიდვა, ორბიტების გაწმენდა და სულ უფრო დომინანტური ხდებოდნენ. შეჯახებები აღარ ახდენდა ობიექტების უბრალოდ შერწყმას, ისინი მაღალი ენერგიის, ზოგჯერ დამანგრეველი მოვლენები იყო. მაგრამ საერთო ჯამში, რადგან ყველა ობიექტი დაახლოებით ერთი სიბრტყითა და მიმართულებით მოძრაობდა, შერწყმამდე მიმავალი შეჯახებების რაოდენობა აღემატებოდა რღვევამდე მიმავალ შეჯახებებს. თოვლის ხაზში, სადაც შედარებით ცოტა მასალა იყო, რადგან აქროლადი ნივთიერებები გამორიცხული იყო პროცესიდან, ამ პროცესმა გამოიწვია პროტოპლანეტების, მთვარის ან თუნდაც მარსის ზომის ობიექტების ფორმირება. ეს პროტოპლანეტები წარმოადგენდნენ მომავალი კლდოვანი პლანეტების თესლს. ამ ეტაპზე მზის სისტემა მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის იყო, მაგრამ ნამდვილი პლანეტური ომები უკვე მიმდინარეობდა. პროტოპლანეტები ერთმანეთს დრამატული, გიგანტური შეჯახებით შეეჯახნენ. ჩვენი მთვარე, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ითვლება, რომ მარსის ზომის ობიექტთან ასეთი კოლოსალური შეჯახების შედეგად ჩამოყალიბდა. თოვლის ხაზის მიღმა, გაცილებით სწრაფი და სანახაობრივი რამ მოხდა. სადაც ყინული იყო, რომელიც ამ ცივ რეგიონებში პროტოპლანეტარული დისკის მასის 50-მდე შეადგენდა, პლანეტოშენადედებს შეეძლოთ ბევრად უფრო სწრაფად გაზრდა და ბევრად უფრო მასიური გამხდარიყვნენ. შედეგად, სულ რაღაც რამდენიმე მილიონ წელიწადში, გიგანტური ყინულის კლდის ბირთვები წარმოიქმნა, დედამიწის მასის 10-15 ჯერ მეტი.
ამ მასიურმა ბირთვებმა მიაღწიეს იმას, რაც კრიტიკულ მასას ეწოდება. ასეთი უზარმაზარი გრავიტაციის გამო, ამ ბირთვებმა კატასტროფულად დაიწყეს დისკოში დარჩენილი აირის ძირითადად წყალბადის და ჰელიუმის მიზიდვა. ეს გრავიტაციული მტვერსასრუტის მსგავსი იყო. გაზმა სწრაფად დაიწყო შეკუმშვა ბირთვის გარშემო, რამაც შექმნა მკვრივი, ცხელი ატმოსფერო. ამან აღნიშნა გაზის გიგანტების, იუპიტერისა და სატურნის დაბადება. მათ სწრაფად შეაგროვეს მზის სისტემაში დარჩენილი წყალბადის და ჰელიუმის უმეტესი ნაწილი, სანამ მზის ქარი საბოლოოდ გაფანტავდა მთელ დარჩენილ გაზს. იუპიტერი, როგორც ყველაზე მასიური და პირველი გიგანტი, გადამწყვეტი როლი ითამაშა სისტემის შემდგომ არქიტექტურაში. მისი კოლოსალური გრავიტაცია მოქმედებდა როგორც კოსმოსური შერიფი, მუდმივად არღვევდა სხვა ობიექტების ორბიტებს. ითვლება, რომ იუპიტერმა ხელი შეუშალა დიდი პლანეტის ფორმირებას მარსსა და მას შორის რეგიონში, რის გამოც მხოლოდ ასტეროიდების სარტყელი დარჩა. შესაძლოა ის ასევე პასუხისმგებელი ყოფილიყო ყინულოვანი სხეულების შიგნით მიგრაციაზე და, პირიქით, ზოგიერთი პლანეტა შენადედის შორეულ, ექსცენტრულ ორბიტებზე გამოტყორცნაზე. გაზის გაფანტვისა და დიდი პროტოპლანეტების შეჯახების ჩაცხრობის შემდეგ დაიწყო გვიანი მძიმე დაბომბვის ერა. დაახლოებით 4 იანვარი 3 აგვისტო მილიარდი წლის წინ უცნობი მიზეზების გამო შესაძლოა იუპიტერისა და სატურნის ორბიტალური ძვრების გამო შიდა მზის სისტემა დაიბომბა პლანეტოშენადედების ნარჩენებით, რამაც მთვარესა და მერკურიზე კრატერების სახით თვალსაჩინო ნაწიბურები დატოვა. და ბოლოს, როდესაც ეს კოსმოსური ქაოსი ჩაცხრა, რვა პლანეტა და მრავალი პატარა სხეული დარჩა, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ორბიტა ეკავა. მზის სისტემამ შეიძინა თავისი ამჟამინდელი, შედარებით სტაბილური სტრუქტურა, შიდა მზის სისტემაში 4 პატარა, მკვრივი, კლდოვანი სამყარო და გარე მზის სისტემაში 4 გიგანტური სამყარო, რომლებიც მდიდარია გაზითა და ყინულით. ჩვენ მზად ვართ თითოეული ეს სამყარო ინდივიდუალურად შევისწავლოთ, დაწყებული იმით, რომელიც ყველაზე ცხელ საათს ატარებს. ჩვენი მოგზაურობა იწყება მზის უახლოესი მეზობლით, პლანეტით, რომელიც მზის სრულ ძალას განიცდის მერკურით. წარმოიდგინეთ სამყაროს, სადაც მზეცაზე სამჯერ უფრო დიდი ჩანს, ვიდრე დედამიწიდან ჩანს, სამყარო, რომელიც სიტყვასიტყვით სიცხისგან იწვება. მერკური 8 პლანეტიდან ყველაზე პატარაა, ოდნავ აღემატება ჩვენს თანამგზავრს, მთვარეს, მაგრამ მისი სიმკვრივე სრულიად განსხვავებულ, უფრო დრამატულ ისტორიას მოგვითხრობს. ერთი შეხედვით, მერკური მთვარის ტყუპისცალად გამოიყურება. მისი ზედაპირი უამრავი კრატერით არის დაფარული, რაც იმ გვიანდელი მძიმე დაბომბვის შედეგია, რომელიც განვიხილეთ. არ არის ქარი, წყალი, ატმოსფერო, რომელიც ამ უძველეს ნაწიბურებს გაასწორებს ან დააზიანებს. ჩვენ დაინახავთ უზარმაზარ ვაკეებს, როგორიცაა კალორისის აუზი, გიგანტური შეჯახების აუზი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 1550 კილომეტრია, სავარაუდოდ მილიარდობით წლის წინ პლანეტომაიდური შეჯახების შედეგად გამოწვეული. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მან წარმოქმნა სეისმური ტალღები, რომლებიც მთელ პლანეტაზე მოძრაობდნენ და საპირისპირო მხარეს ფოკუსირდნენ, ქმნიდნენ უნიკალურ, ქაოტურ ლანდშაფტს, რომელიც ცნობილია როგორც ჩახლართული ლანდშაფტი. თუმცა, მთვარისგან განსხვავებით, მერკურის აქვს უჩვეულო თავისებურება, ესკარპენტები ან უწილოვანი ფერდობები. ეს არის უზარმაზარი კლდეები, ზოგჯერ ასობით კილომეტრის სიგრძისა და რამდენიმე კილომეტრის სიმაღლის, რომლებიც ზედაპირზე კვეთენ. ისინი იმის დასტურია, რომ მისი ფორმირებისა და გარეთა ქერქის გამკვრივების შემდეგ მერკურიმ გაგრილება და შეკუმშვა დაიწყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მისი რადიუსი შესაძლოა 7 კილომეტრით შემცირდა, რამაც გამოიწვია ქერქის დანაოჭება და ამ ნაკეცების წარმოქმნა როგორც გამომცხვარ ვაშლზე. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მერკურის შიდა შემადგენლობა კვლავ განიცდის ცვლილებებს, თუმცა ძალიან ნელა. და სწორედ ეს შიდა სტრუქტურა ხდის მას ასეთ იდუმალს. მერკურის აქვს წარმოუდგენლად დიდი და მკვრივი რკინის ბირთვი, რომელიც მისი მთლიანი მასის დაახლოებით 60-ის და შესაძლოა მისი რადიუსის 75-მდე შეადგენს. შედარებისთვის, დედამიწის ბირთვი მისი მოცულობის მხოლოდ დაახლოებით 15-ის შეადგენს. რატომ აქვს მერკურის ასეთი უზარმაზარი ბირთვი? არსებობს რამდენიმე კონკურენტი თეორია.
ერთ-ერთი ვარაუდი ვარაუდობს, რომ მერკური თავდაპირველად გაცილებით დიდი იყო, მაგრამ გვიანი მძიმე დაბომბვის დროს ის შეეჯახა გიგანტურ ობიექტს, რომელმაც მისი გარეთა სილიკატური მანტიის დიდი ნაწილი მოაცილა და ძირითადად მკვრივი ბირთვი დატოვა. სხვა თეორიის თანახმად ახალგაზრდა მზესთან სიახლოვემ სილიკატების კონდენსაციას ხელი შეუშალა, რის შედეგადაც პლანეტის ფორმირება მხოლოდ ყველაზე ცეცხლგამძლე ლითონებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, ეს გიგანტური ბირთვი, რომელიც ნაწილობრივ თხევადია, მაინც წარმოქმნის მაგნიტურ ველს, თუმცა ძალიან სუსტს. დედამიწის მაგნიტური ველის მხოლოდ დაახლოებით ერთის, თუმცა მისი არსებობა ასეთნაირ მბრუნავ პლანეტაზე კვლავ საკამათო საკითხია. მაგრამ მერკურის ბრუნვა სულ სხვა ამბავია. მზის ძლიერი მოქცევის გავლენის გამო, მერკური შედის EC3 სპინ ორბიტის რეზონანსში. ეს ნიშნავს, რომ მზის გარშემო ყოველი ორი ბრუნვისას, რაც დაახლოებით 88 დედამიწის დღეს გრძელდება, ის სამჯერ ბრუნავს. ეს უცნაური ცეკვა ნიშნავს, რომ მერკურიზე მზიანი დღე დრო მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე 176 დედამიწის დღეს გრძელდება ზუსტად ორჯერ მეტი, ვიდრე მისი წელი. ეს ბრუნვა მზესთან უკიდურეს სიახლოვესთან ერთად მზის სისტემაში ტემპერატურის ყველაზე დიდ ვარიაციას ქმნის. დღის მხარე, როდესაც მზე 88 დღის განმავლობაში ზენიტშია, შეიძლება მიაღწიოს მწვანე 420 ტყვია ამ ტემპერატურაზე დნება. თუმცა ღამის მხარე, რომელიც იმავე ხნის განმავლობაში ჩრდილშია, ცივდება 180 მდ. ეს უკიდურესი კონტრასტები ქმნის ფაქტიურად მდუღარე დღის ნახევარს და გაკინულ ღამის ნახევარს. ინფერნოს გათვალისწინებით, ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა იყო მერკურიზე წყლის ყინულის აღმოჩენა. როგორ არის ეს შესაძლებელი? პასუხი პოლუსების გარშემო ღრმა კრატერებშია. იმის გამო, რომ მერკურის ბრუნვის ღერძი თითქმის ბრტყელია 1 გრადუსზე ნაკლები, ამ ღრმა პოლარული კრატერების ფსკერი არასდროს არის განათებული მზის მიერ. ამ მუდმივად დაჩრდილულ რეგიონებში ტემპერატურა 170-ზე დაბალი რჩება, რაც ცივ ხაფანგებს ქმნის. ყინული, რომელიც სავარაუდოდ კომეტების ან მეტეორიტების მიერ არის დალექილი, შესაძლოა ამ ხაფანგებში დასახლებულიყო და იქ მილიარდობით წლის განმავლობაში დარჩენილიყო. მერკური ასეთი პატარა და ასეთი ახლოს, ექსტრემალური პირობების, ექსტრემალური ტემპერატურისა და უძველესი საიდუმლოებების პლანეტაა. მისი მასიური ბირთვი და უცნაური ბრუნვითი რეზონანსი მას მზის სისტემის ფორმირების ადრეული, ტურბულენტური ეტაპების უნიკალურ მოწმედ აქცევს, როდესაც შესაძლოა გადაურჩა დარტყმას, რომელმაც მისი გარე ფენა გაანადგურა და ჩვენეს მკვრივი, ნაციბურებიანი სამყარო დაგვიტოვა. ის მუდმივი შეხსენებაა იმისა, თუ როგორ შეუძლია გრავიტაციას და ვარსკვლავთან სიახლოვეს პლანეტის გეოლოგიური ისტორიის ჩამოყალიბება. ჩვენ მტოვებთ მერკურიას და მზიდან უფრო შორს მივდივართ, დედამიწის ზომით მსგავსი, მაგრამ ხასიათით სრულიად განსხვავებული პლანეტისკენ. ჩვენ დავტოვეთ მერკური, მკვეთრი კონტრასტების სამყარო და ახლა ვენერასთან შესახვედრად მივდივართ ორბიტაზე, რომელიც ბევრად უფრო ახლოსაა იდეალურ წრესთან, ვიდრე სხვა პლანეტების უმეტესობა, ვენერასთან შესახვედრად. ჩვენი მეორე გაჩერება არის პლანეტა, რომელსაც ხშირად დედამიწის ბოროტ ტყუპის ცალსაც უწოდებენ. ზომით, მასითა და სიმკვრივით, ვენერა საოცრად ჰგავს ჩვენს მშობლიურ პლანეტას, მაგრამ სწორედ აქ მთავრდება მსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ მერკური განიცდის ექსტრემალურ ტემპერატურულ ვარიაციებს, ვენერა განიცდის თანაბრად განაწილებულ და ყოვლისმომცველ სითბოს. დედამიწიდან ტელესკოპით დათვალიერებისას, ვენერა თვალის მომჭრელად თეთრი ჩანს. ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი პლანეტა მუდმივად არის დაფარული ღრუბლების მკვრივი საბურველით, რომელიც შედგება არა წყლის ორთქლისგან, არამედ კოროზიული გოგირდმჟავასგან. ეს ღრუბლები ირეკლავენ მზის სინათლის დაახლოებით 70-ის, რაც ვენერას ჩვენს ღამისცაზე წარმოუდგენლად კაშკაშა ობიექტად აქცევს, მაგრამ მთლიანად ფარავს მის ზედაპირს. მხოლოდ რადარის დახმარებით, რომლის პიონერებიც იყო ისეთი მისიები, როგორიცაა საბჭოთა ვენერა და ამერიკული მაგელანი, შევძელით ამ მკვრივი ნისლის გავლა და ქვემოთ არსებული ჯოჯოხეთური ლანდშაფტის გამოვლენა. ვენერას ატმოსფეროა ის, რამაც ის ასეთ ცოცხალ ჯოჯოხეთად აქცია. ის 96-ით ნახშირ ორჟანგისგან შედგება, რაც მზის სისტემაში ყველაზე ძლიერ სათბურის ეფექტს ქმნის. ზედაპირზე ატმოსფერული წნევა 92 ჯერ მეტია დედამიწის წნევაზე და ახლოებით იგივე წნევა, რომელსაც დედამიწის ოკეანეებში 900 მეტრის სიღრმეზე განიცდიდით.
ნებისმიერი კოსმოსური ხომალდი, რომელიც სპეციალურად არ არის დაცული, მყისიერად დაიმსხვრევა ამ ჰაერის სიმძიმით. ამ სათბურის ეფექტის გამო ვენერას საშუალო ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 470 თია. აღსანიშნავია, რომ ეს ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე მერკურის, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა მზისგან უფრო შორს არის. და ეს სითბო თანაბრად ნაწილდება მთელ პლანეტაზე, თუნდაც მის ჩრდილოვან მხარეს, ზედა ატმოსფეროში არსებული ზებგერითი ქარების წყალობით, რომლებიც სითბოს მთელ პლანეტაზე ავრცელებენ. ვენერას ბრუნვა სრულიად ანომალიურია. ის ბრუნავს რეტროგრადულად, რაც ნიშნავს, რომ სხვა პლანეტების უმეტესობის საპირისპირო მიმართულებით. ვენერაზე დამკვირვებლისთვის მზე დასავლეთიდან ამოვა. გარდა ამისა, ის წარმოუდგენლად ნელა ბრუნავს. მისი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს 243 დედამიწის დღე სჭირდება. ეს კიდევ უფრო მეტია ვიდრე მისი წელიწადი, რომელიც 225 დედამიწის დღეა. ეს უცნაური, ნელი რეტროგრადული ბრუნვა სავარაუდოდ მზის სისტემის ფორმირების ადრეულ ეტაპზე სხვა დიდ სხეულთან კოლოსალური შეჯახების შედეგია, რამაც ის დაანგრია. რადარმა გამოავლინა ზედაპირი, რომელიც შედარებით ახალგაზრდა ჩანს მთვარესთან ან მერკურისთან შედარებით, სადაც კრატერები უფრო ხშირია. ვენერას ნაკლები კრატერები აქვს, მაგრამ ისინი დიდია და ახალი ჩანს. ამან გამოიწვია ჰიპოთეზა, რომ მთელმა პლანეტამ დაახლოებით 300-600 მილიონი წლის წინ განიცადა რაიმე სახის კატასტროფული გლობალური ზედაპირის აღდგენა. მანამდე მასში შენახული სითბო შესაძლოა ეფექტურად არ გამოთავისუფლებულიყო დედამიწის ტიპის ფილების ტექტონიკის არარსებობის გამო. შემდეგ მოულოდნელად, მთელი ქერქი შეიძლება გადნობოდა ან შთანთქავდა მანტიას, გამოყოფდა მაგმისა და გაზის უზარმაზარ რაოდენობას, რამაც გამოიწვია ზედაპირის სრული გადატვირთვა. ვენერას ზედაპირი ძირითადად ბრტყელი ვულკანური ვაკეებია, რომლებიც დაფარულია გამყარებული ლავის ნაკადებით. ის სიტყვასიტყვით მილიონობით ვულკანითაა მოფენილი, თუმცა უმეტესობა დღეს სავარაუდოდ არააქტიურია. ამ ვულკანურ მახასიათებლებს შორისაა უნიკალური სტრუქტურები, რომლებსაც გვირგვინები ეწოდება დიდი, რგოლის ფორმის სტრუქტურები და არაქნოიდები ქსელის მსგავსი სტრუქტურები, რომლებიც სავარაუდოდ ზედაპირის ქვეშ მაგმის ნაკადის შედეგია, რაც ქერქის დეფორმაციას ახდენს. ასევე არსებობს მთები, რომელთაგან ყველაზე მაღალი, მაქსველის მონსი, ვაკეზე მაღლა დგას. ვენერას შესწავლა უკიდურესად რთულია. ექსტრემალური ტემპერატურისა და წნევის გამო, კოსმოსური ხომალდები, როგორიცაა ცნობილი საბჭოთა ზონდები, ზედაპირზე მხოლოდ 23 წუთიდან რამდენიმე საათამდე ძლებდნენ და კლდოვანი, უსიცოცხლო უდაბნოს განსაცვიფრებელ, თუმცა ნარინჯისფერ შეფერილობის სურათებს გადასცემდნენ. ვენერას საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად ის შესაძლოა საკმაოდ სტუმართ მოყვარე სამყარო ყოფილიყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდობაში ვენერას, დედამიწის მსგავსად, შესაძლოა ზედაპირული თხევადი წყლის ოკეანეები ჰქონოდა. თუმცა მზესთან ოდნავ უფრო ახლოს ყოფნის გამო, პლანეტა მეტ სითბოს იღებდა, რამაც მისი ოკეანეების აორთქლება გამოიწვია. წყლის ორთქლი ძლიერი სათბურის აირია და მისმა აორთქლებამ გამოიწვია სათბურის ეფექტის გაუჩინარება. მზის ულტრაისფერი გამოსხივება შემდეგ წყლის მოლეკულებს წყალბადად, რომელიც კოსმოსში გაიქცა და ჟანგბადად, რომელსაც შეეძლო ქანებთან რეაქციაში შესულიყო. ამგვარად, მზიდან დაშორების მცირედი სხვაობაც კი ვენერას იმის გაფრთხილებად აქცევს, თუ რამდენად მყიფე შეიძლება იყოს ეს ბალანსი, პოტენციურ ოაზისს კი მცხუნვარე, გოგირდოვან კოშმარად აქცევს. ჩვენ ვენერას, მისი საშიში წითელი ნათებით, უკან ტოვებთ და ერთადერთ სახლს უახლოვდებით, რომელიც ვიცით. ვენერას მდუღარე ატმოსფეროდან ჩვენ ყველაზე ნაცნობ, მაგრამ ამავდროულად ყველაზე უნიკალურ რეგიონში დედამიწის ორბიტაზე შევდივართ. ჩვენი პლანეტა მზიდან მესამე კლდეს სტატისტიკური იღბლისა და გეოლოგიური წონასწორობის სასწაულია, სამყაროში ერთადერთი ცნობილი ადგილი, სადაც სიცოცხლე ყვავის. თავისი ჯოჯოხეთური მეზობლებისგან განსხვავებით, დედამიწამ მოახერხა იდეალური პირობების შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ საცხოვრებელ ზონას ან ოქროსფერ ზონას ვუწოდებთ, არც ძალიან ცხელი, არც ძალიან ცივი. დედამიწაზე სიცოცხლის საიდუმლო თხევა წყალშია. ჩვენი პლანეტა მზიდან ისეთ მანძილზე მდებარეობს, რომ წყალს შეუძლია სამ ფაზაში არსებობა: მყარი ყინული, თხევადი ოკეანეები და აირადი ატმოსფეროში ორთქლი.
ოკეანეები, რომლებიც ზედაპირის 70-ზე მეტს ფარავენ, გადამწყვეტ როლს თამაშობენ არა მხოლოდ სიცოცხლის საქმის, არამედ კლიმატის რეგულატორის როლშიც, შთანთქავენ ნახშირორჟანგს და სითბოს. ჩვენი ატმოსფეროც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს რთული სიცოცხლის ფორმებისთვის საჭირო ჟანგბადს, არამედ ასევე მოქმედებს როგორც საბანი გიჭერს სითბოს და ფარს. ზედა ატმოსფერო, განსაკუთრებით ოზონის შრე, შთანთქავს მზის მავნე ულტრაიისფერ გამოსხივებას, რაც ხელს უშლის მას ზედაპირის სტერილიზაციაში. ამ ყველაფრის ქვეშ დედამიწის შიდა აქტივობა იმალება. ჩვენ კვლავ გვაქვს ცხელი, გამდნარი გარეთა ბირთვი, რომელიც შედგება რკინისა და ნიკელისგან, რომელიც წარმოქმნის მოძრაობას და, შესაბამისად, დედამიწის მაგნიტურ ველს მაგნიტოსფეროს. ეს ველი კოსმოსში შორს ვრცელდება და მზის ქარიდან მომდინარე სასიკვდილო დამუხტული ნაწილაკების ნაკადს გადახრის. ამ ფარის გარეშე ჩვენი სამყარო მუდმივად იქნებოდა დაბომბული რადიაციით, რომელიც დროთა განმავლობაში ატმოსფეროს გააცლის და დედამიწას მარსის მსგავს რაღაცად გადააქცევს. აქტიური ბირთვის და ფილების ტექტონიკის არსებობა ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც გვასხვავებს სხვა კლდოვანი პლანეტებისგან. დედამიწაზე ფილების ტექტონიკა არის გეოლოგიური კონვეიერის ქამარი, რომელიც მუდმივად ამუშავებს ქერქს. ლითოსფერული ფილები ნელა მოძრაობენ, ეჯახებიან, შორდებიან და ერთმანეთის ქვეშ სრიალებენ. ეს პროცესი ქმნის მთებს, იწვევს მიწის წვრებს და, რაც მთავარია, არეგულირებს გრძელვადიან ნახშირბადის ციკლს. ამინდის ქანები ატმოსფეროდან ნახშირორჟანგს მოიხმარენ, ვულკანები კი მას უკან ამუშავებენ, ინარჩუნებენ სტაბილურ ბალანსს, რაც ხელს უშლის დედამიწას ვენერას ნახშირორჟანგის სიჭარბე ან მარსის ნახშირორჟანგის სიმცირე მსგავსი გახდეს. მაგრამ დედამიწის შესახებ ამ ამბავში მისი უჩვეულო თანამგზავრი მთვარე არ შეიძლება უბულებელყოთ. ჩვენი თანამგზავრი არა მხოლოდ მზის სისტემაში ყველაზე დიდია თავის პლანეტასთან შედარებით, არამედ ის ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებს დედამიწის სტაბილიზაციაში. მისი წარმოშობის ყველაზე გავრცელებული თეორია გიგანტური შეჯახების თეორიაა. დაახლოებით 4-5 მილიარდი წლის წინ დედამიწის ჩამოყალიბებიდან მალევე ის შეეჯახა მარსის ზომის პროტოპლანეტას, რომელსაც ხშირად თეიას უწოდებენ. შეჯახების შედეგად ორივე სხეულის მანტიიდან გამდნარი მასალა ორბიტაზე გამოტყორცნა და სწრაფად დაგროვდა, რითაც მთვარე ჩამოყალიბდა. ამ მოვლენის შედეგები ღრმა იყო. პირველ რიგში მან დედამიწას ღერძის დახრილობა მისცა დაახლოებით 23-5 გრადუსი, რაც ჩვენი სეზონების მიზეზია. მეორეც, და რაც მთავარია, მთვარის უზარმაზარი მასა გიროსკოპის ფუნქციას ასრულებს. მისი გრავიტაციული გავლენა ამ დახრილობასაც ასტაბილურებს. მთვარის გარეშე დედამიწის ღერძის დახრილობა შეიძლება ფართო დიაპაზონში ველურად იცვლებოდა, მაგალითად, მარსის მსგავსად, რაც ველურ, არაპროგნოზირებად კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევდა. მთვარის მიერ უზრუნველყოფილმა სტაბილურმა დახრილობამ მილიარდობით წლის განმავლობაში რთული ეკოსისტემების განვითარების საშუალება მისცა. გარდა ამისა, მთვარე მოქცევის მამოძრავებელი ძალაა. მთვარის გრავიტაციული ძალა დეფორმირებს დედამიწის ქერქს და, რაც მთავარია, ოკეანეებს, რაც მოქცევის ტალღებს ქმნის. ითვლება, რომ მოქცევის ტბორებმა და რეგულარულად გამოვლენილმა სანაპირო ზოლებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევოლუციაში, რაც სიცოცხლის წყლიდან ხმელეთზე გადასვლას ეხმარებოდა. ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე მზის სისტემა უკვე დამშვიდდა მისი ტურბულენტური დაბადების შემდეგ. დედამიწა თავისი თხევადი წყლით, დამცავი ატმოსფეროთი, მაგნიტური ველით და სტაბილიზატორი მთვარეთით სიცოცხლისთვის იდეალურ ლაბორატორიად იქცა. ეს არის ოაზისი, რომელიც შექმნილია მანძილის, მასის და შემთხვევით, მაგრამ საბედისწერო კოსმოსური შეჯახებების დელიკატური ბალანსით. ჩვენ ვტოვებთ ჩვენს ლურჯ-მწვანე სამყაროს და მეოთხე პლანეტისკენ მივემართებით სამყაროსკენ, რომელიც შეიძლება ოდესღაც ჩვენსას ჰგავდა, მაგრამ სრულიად განსხვავებული გზა აირჩია. ჩვენ დავტოვეთ დედამიწის ოაზისი და ახლა მარსისკენ მივემართებით, მეოთხე პლანეტისკენ, რომელსაც მეტსახელად წითელი პლანეტა შეარქვეს რკინის ოქსიდების სიმრავლის გამო, რომლებიც მის ზედაპირს ჟანგისფერ წითლად ღებავს. შიდა მზის სისტემის ყველა სამყაროდან მარსი უდავოდ ყველაზე დიდი ინტრიგას იპყრობს ჩვენთვის, რადგან ის შესაძლოა ოდესღაც ყველაზე მეტად ჰგავდა ჩვენს დედამიწას. მარსი დიდი კონტრასტებისა და მონუმენტური გეოლოგიური მახასიათებლების სამყაროა. ის დედამიწაზე გაცილებით პატარა, დაახლოებით ნახევარი რადიუსით და მხოლოდ 1/10 მასით.
ეს მცირე გრავიტაციული მიზიდულობა მისი ამჟამინდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ მისი ლანდშაფტი უბრალოდ განსაცვიფრებელია. მარსზე მდებარეობს ოლიმპო მონსი, მთელი მზის სისტემის უდიდესი ვულკანი. ეს არის ფარისებრი ვულკანი, ფორმის მსგავსი ჰავაის ვულკანებისა, მაგრამ 25-ჯერ აღემატება ევერესტის სიმაღლეს და მოიცავს მთელ საფრანგეთის ტოლ-ფართობს. მისი ფუძის დიამეტრი 600 კილომეტრზე მეტია. მის გვერდით არის ვალეს მარინერისი, კოლოსალური კანიონების სისტემა, რომელიც პლანეტის გარშემო წერილობის მეოთხედს გადაჭიმულია. ის დედამიწის დიდ კანიონზე 4-ჯერ უფრო ღრმაა და შეიძლება მთლიანად მოიცავდეს მას სანაპიროდან სანაპირომდე. ეს გიგანტური სტრუქტურები მოწმობს მღელვარე, თუმცა უძველეს გეოლოგიურ ისტორიას. მარსის კვლევის მთავარი საიდუმლო და მთავარი მიზანი წყალია. თანამედროვე მარსი ცივი, მშრალი უდაბნოა ძალიან თხელი ატმოსფეროთი, რომელიც თითქმის მთლიანად ნახშირორ ჟანგისგან შედგება. ზედაპირული წნევა იმდენად დაბალია, რომ მასში შემავალი ნებისმიერი თხევადი წყალი მაშინვე აორთქლდება, ან სუბლიმირდება მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირად გადაიქცევა. თუმცა მარსის პოლუსებზე არის მასიური პოლარული ქუდები, რომლებიც შედგება წყლის ყინულისგან, რომელიც შერეულია გაკინული ნახშირორ ჟანგით მშრალი ყინული, რაც მიუთითებს გაკინული წყლის უზარმაზარი მარაგების არსებობაზე. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა გეომორფული მტკიცებულება, რომ თხევადი წყალი მარსზე შორეულ წარსულში დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, წელიწად ნოახის პერიოდში არსებობდა. ორბიტერებმა და როვერებმა აღმოაჩინეს ხეობებისა და არხების უზარმაზარი, განშტოებული ქსელები, რომლებიც ძალიან ჰგავს დედამიწის მდინარის კალაპოტებს, ასევე წარმონაქმნები, რომლებიც დელტებსა და უძველეს სანაპირო ზოლს მოგვაგონებს. როვერებმა, როგორიცაა Curiosity და Perseverance, კიდევ უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები მოგვაწოდეს. მათ აღმოაჩინეს სპეციფიკური მინერალები, რომლებიც მხოლოდ წყლის თანაარსებობისას წარმოიქმნება, როგორიცაა თიხები და სულფატები. მაგალითად, გეილის კრატერში აღმოაჩინეს უძველესი ტბის ფსკერზე დაგროვილი დანალექი ქანების ფენები. ეს მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ მარსი ოდესღაც საკმარისად თბილი იყო და ჰქონდა საკმარისად სქელი ატმოსფერო ოკეანეებისა და მდინარეების საყრდენად. მაშ, რა მოხდა? პასუხი სავარაუდოდ მაგნიტოსფეროს არარსებობაშია. დედამიწისგან განსხვავებით, მარსმა დაკარგა შიდა დინამო და მისი მაგნიტური ველი პრაქტიკულად გაქრა დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ. ამ მაგნიტური ფარის გარეშე მზის ქარებმა შეუფერხებლად დაიწყეს მარსის ატმოსფეროს ზედა ფენების დაბომბვა. მილიონობით წლის განმავლობაში ეს მზის რადიაცია თანდათან კოსმოსში გადაისროლა მსუბუქი აირის მოლეკულები. ატმოსფერო გათხელდა, ტემპერატურა დაეცა და წყალი ან გაიყინა ზედაპირის ქვეშ, როგორც მუდმივი ყინული, ან კოსმოსში დაიკარგა. მარსის კიდევ ერთი პრობლემა მისი არასტაბილური ღერძული დახრილობაა. დედამიწისგან განსხვავებით, რომელიც მთვარით არის სტაბილიზებული, მარსი ექვემდებარება დახრილობის ძლიერ ვარიაციას, რომელიც შეიძლება 15-დან 35 გრადუსამდე მერყეობდეს. ეს დრამატული ცვლილებები იწვევს მარსის კლიმატის პერიოდულ ექსტრემალური დათბობისა და გაგრილების ციკლებს ასობით 1000 წლის განმავლობაში, რაც გავლენას ახდენს ყინულისა და მტვრის განაწილებაზე. დღეს მარსი უსიცოცხლო, მაგრამ წარმოუდგენლად თვალწარმტაცი პლანეტაა, დაფარული გლობალური მტვრის ქარიშხლებით, რომლებიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და მთელ დედამიწას მოიცავდეს. ის სასაზღვრო მდგომარეობაშია, სადაც წყალი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ძირითადად გაკინულ მდგომარეობაში. ეს არის სამყარო, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს, თუ რა შეიძლება დაემართოს კლდოვან პლანეტას, როდესაც მისი შიდა ძრავა გაითიშება და ატმოსფერულ ფარს დაკარგავს. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას, წითელ პლანეტას უკან ტოვებთ და შემდეგ რეგიონში მივდივართ, რომელიც სავსეა ნამსხვრევებით, რომლებიც არასდროს ყოფილან პლანეტად. ჩვენ ვკვეთთ მარსის ორბიტას და შევდივართ უზარმაზარ, მაგრამ მეჩხერ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ასტეროიდების სარტყელი. ეს რეგიონი, რომელიც მდებარეობს მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის, არ წარმოადგენს მკვრივ ნამსხვრევების ველს, როგორც ეს ხშირად არის წარმოდგენილი სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში სინამდვილეში, ის იმდენად ცარიელია, რომ კოსმოსური ხომალდისთვის წარმოუდგენლად რთულია მასთან შეჯახება.
ასტეროიდების სარტყელი წარმოადგენს უთვალავი კლდოვანი და მეტალის სხეულის ერთობლიობას, ქვიშის ზომისგან თითქმის პლანეტის ზომის ჩათვლით და წარმოადგენს მზის სისტემის გამოუყენებელი საშენი ბლოკების საცავს. მთელი ასტეროიდების სარტყლის კომბინირებული მასა ჩვენი მთვარის მასის 4-ზე ნაკლებია. თუ ყველა ეს ობიექტი გაერთიანდება, ისინი შექმნიან ობიექტს, რომელიც გაცილებით პატარაა, ვიდრე ნებისმიერი შიდა პლანეტა. მაშ, რატომ წარმოიქმნა მხოლოდ ნამსხვრევების სარტყელი აქ, პლანეტების ფორმირების იდეალურ ადგილას? პასუხი ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილის იუპიტერის გრავიტაციულ მიზიდულობაშია. როდესაც იუპიტერმა, გაზის გიგანტმა, დაიწყო თავისი უზარმაზარი მასის ფორმირება და დაგროვება, მისი გრავიტაცია გახდა დომინანტური ფაქტორი სისტემის ამ ნაწილში. იუპიტერიდან წამოსული გრავიტაციული პერტურბაციები მუდმივად აიძულებდა და იზიდავდა ამ რეგიონში პლანეტოშენადედების ორბიტებს. ეს მუდმივი გრავიტაციული მიზიდულობა ხელს უშლიდა ამ სამშენებლო ბლოკების ერთიან, დიდ პლანეტად შერწყმას. ამის ნაცვლად ისინი აიძულებდნენ პლანეტოშენადედებს შეჯახებოდნენ გაცილებით მაღალი სიჩქარით, ვიდრე ეს ნაზი სინთეზისთვის იყო საჭირო. ამ მაღალი ენერგიის შეჯახებებმა გამოიწვია ობიექტების დაშლა უფრო პატარა ფრაგმენტებად, შერწყმის ნაცვლად. შედეგად ასტეროიდების სარტყელი რჩება ერთგვარი სასაფლაოდ ჯერ კიდევ არ არსებული პლანეტის ამილიონობით ობიექტი, რომლებმაც ვერასდროს მოახერხეს ერთ სხეულად აკუმულირება. თუმცა ეს ასტეროიდები ფასდაუდებელ ინფორმაციას ატარებენ მზის სისტემის ქიმიური შემადგენლობის შესახებ მის საწყის ეტაპზე, სანამ პლანეტები მნიშვნელოვან გეოლოგიურ გადამუშავებას გაივლიდნენ. ამ ობიექტებს შორის 4 ყველაზე დიდია, რომლებიც სარტყლის მასის თითქმის ნახევარს შეადგენს. მათგან ყველაზე დიდია ცერერა. დაახლოებით 940 კილომეტრის დიამეტრით, ცერერა 2006 წელს ჯუჯა პლანეტად გადააკლასიფიცირდა. ის საკმარისად მასიურია, რომ საკუთარმა გრავიტაციამ მას თითქმის იდეალური სფერული ფორმა მისცა. საინტერესოა, რომ ცერერა წყლით მდიდარია და შესაძლოა მიწისქვეშა თხევადი წყლის ოკეანე, ან სულ მცირე, ყინულის ფენები იმალებოდეს. NASA-ს დაუნის მისიამ ცერერაზე კაშკაშა ლაქები აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ მარილის საბადოებია, რომლებიც შიგნიდან ზედაპირზე ამომავალი მარილიანი წყლის შედეგად წარმოიქმნება. ეს ცერერას პოტენციურად მნიშვნელოვან ობიექტად აქცევს არამიწიერი სიცოცხლის შესასწავლად. მეორე ყველაზე მასიური ობიექტია ვესტა. ცერერასგან განსხვავებით, ვესტას არარეგულარული, კარტოფილის მსგავსი ფორმა აქვს და გაცილებით მშრალია. ვესტა უნიკალურია იმით, რომ ის არსებითად პროტოპლანეტაა, რომელსაც დრო ჰქონდა დიფერენცირებისთვის, ანუ მისი მასალის ფენებად დაყოფისთვის. კრივი რკინის ბირთვი, მანტია და ქერქი, სანამ იუპიტერის გრავიტაცია შეაჩერებდა მის ზრდას. დაუნის მისიამ ასევე მოინახულა ვესტა და აღმოაჩინა გიგანტური კრატერი მის სამხრეთ პოლუსზე, რომელიც კოლოსალური შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. გასაკვირია, რომ მეცნიერებმა დედამიწაზე აღმოაჩინეს მეტეორიტები, რომლებიც ქიმიურად იდენტურია ვესტას მეტეორიტებისა, რაც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ეს უძველესი სამყარო ჩვენი პლანეტის დატოვების გარეშე. სარტყელში არსებული ასტეროიდები ერთგვაროვანი არ არის. ისინი იყოფა სხვადასხვა კლასებად: ტიპი ნახშირბადოვანი, ყველაზე გავრცელებული, მუქი და ორგანული ნივთიერებებით მდიდარი, ტიპი კლდოვანი, სილიკატებითა და ლითონებით მდიდარი და ტიპი ლითონისებრი, ძირითადად რკინისა და ნიკელისგან შემდგარი. ეს მრავალფეროვნება კიდევ ერთხელ ხელს უსვამს იმას, რომ ეს სარტყელი წარმოადგენს სხვადასხვა სამშენებლო ბლოკის ნაზავს, რომლებიც არასდროს შერწყმულა. ასტეროიდული სარტყელი ასევე არასტაბილურია. გრავიტაციულ პერტურბაციებს, განსაკუთრებით კირკუდის ნაპრალებში რეგიონების, სადაც ასტეროიდების ორბიტალური პერიოდები ემთხვევა იუპიტერისას, შეუძლიათ ობიექტების ორბიტიდან გამოდევნა. ამ გამოტყორცნილი ასტეროიდებიდან ზოგიერთმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას შიდა პლანეტებს, მათ შორის დედამიწას. სხვებმა პირიქით შეიძლება წყალი და ორგანული მოლეკულები მიაწოდონ დედამიწას გვიანი მძიმე დაბომბვის დროს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიცოცხლის წარმოშობაში. როდესაც ამ უძველეს საზღვარს ვტოვებთ, გრძნობთ გრავიტაციის გაძლიერებას. ჩვენ ვუახლოვდებით მზის სისტემის ნამდვილ მმართველს, ობიექტს, რომელიც ერთპიროვნულად განსაზღვრავს მთელი გარემზის სისტემის არქიტექტურას და რომლის გრავიტაცია მათ შეაჩერა ამ რეგიონის ზრდა გაზის გიგანტი იუპიტერი.
მის კოლოსალურ მასასა და გავლენას შემდეგ ვიხილავთ, როდესაც უხილავ, მაგრამ გადამწყვეტ თოვლის ხაზს გადავყვეთ. ასტეროიდების იშვიათი სარტყლის დატოვებით, ჩვენ მზის სისტემის ნამდვილი მეფის იუპიტერის სამეფოში შევდივართ. ეს გიგანტი იმდენად მასიურია, რომ მისი მასა თითქმის 2.5-ჯერ აღემატება ყველა სხვა პლანეტის, თანამგზავრის, ასტეროიდის და კომეტის მასას. იუპიტერი არსებითად ჩავარდნილი ვარსკვლავია, თუ ის მხოლოდ 80-ჯერ უფრო მასიური იქნებოდა, გრავიტაციულ შეკუმშვას შეეძლო მასში თერმობირთვული რეაქციების გაღვივება. იუპიტერი გაზის გიგანტთაგან პირველია და ნათელი დასტურია იმისა, თუ რა მოხდა თოვლის ხაზის მიღმა, სადაც უხვი ყინულის წყალობით სწრაფად წარმოიქმნა უზარმაზარი კლდოვანი ბირთვები, რომლებმაც შემდეგ პროტოპლანეტარული დისკიდან წყალბადის და ჰელიუმის უზარმაზარი მოცულობები შეიცოვეს. პლანეტა არის კოლოსალური სფერო, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება წყალბადისა და ჰელიუმისგან, მეთანის, ამიაკის და წყლის კვალით. იუპიტერს არ აქვს მყარი ზედაპირი, როგორც ჩვენ ვიცით დედამიწაზე. თუ მის ატმოსფეროში ჩახვალთ, აღმოაჩენთ, რომ წნევა და ტემპერატურა მუდმივად იზრდება. ჯერ გაზი თანდათან გადადის ზეკრიტიკულ სითხის მდგომარეობაში, შემდეგ კი, წნევის მატებასთან ერთად, წყალბადი გარდაიქმნება ეგზოტიკურ ფორმად, რომელსაც მეტალის წყალბადი ეწოდება. ითვლება, რომ ეს ელექტროგამტარი ნივთიერება იუპიტერის შიდა მასის უმეტეს ნაწილს შეადგენს და მისი ყველაზე შესანიშნავი თვისების წყაროა. ეს თვისება იუპიტერის მაგნიტური ველია. ეს არის მზის სისტემის ნებისმიერი პლანეტის ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი, დაახლოებით 20,000 ჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე დედამიწის. ის წარმოიქმნება კონვექციით და მეტალის წყალბადის ფენის სწრაფი ბრუნვით. მაგნიტური ველი იმდენად ძლიერია, რომ ქმნის უზარმაზარ მაგნიტოსფეროს, რომელიც სატურნის ორბიტას მიღმაა გადაჭიმული. ეს მაგნიტოსფერო იჭერს დამუხტული ნაწილაკების უზარმაზარ რაოდენობას, ქმნის ინტენსიურ რადიაციულ ქამრებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დაუცველ კოსმოსურ ხომალდს. იუპიტერის გარეგნობა ტურბულენტობის სურათია. დამკვირვებლებს შეუძლიათ დაინახონ ნათელი ზონები, ზემოთ მიმართული ნაკადები და ბნელი ქამრები, ქვევით მიმართული ნაკადები, ატმოსფერული ფენები, რომლებიც შედგება ამიაკის, ამონიუმის ჰიდროსულფიდის და წყლის ყინულის ღრუბლებისგან. ამ ღრუბლების შემადგენლობაში არსებული განსხვავებები და მათი ქიმიური რეაქციები მზის შუქთან ერთად იუპიტერს ანიჭებს მის დამახასიათებელ ზოლიან შეფერილობას კრემისფერს, ნარინჯისფერს და ყავისფერს. ამ ზოლებში ქარის სიჩქარემ შეიძლება საათში ასობით კილომეტრს მიაღწიოს. იუპიტერის ატმოსფეროს ყველაზე ცნობილი და მუდმივი მახასიათებელია დიდი წითელი ლაქა GRS. ეს გიგანტური ანტიციკლონური შტორმი 350 წელზე მეტია შეინიშნება. GRS იმდენად დიდია, რომ მასში მთელი პლანეტა და შესაძლოა ორიც კი შეიძლება მოთავსდეს. ეს არის მუდმივი ქარიშხალი, რომლის ქარიც 430 კმ სიჩქარით უბერავს. მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ზუსტად, თუ რატომ ინარჩუნებს ის ენერგიას ამდენ ხანს, თუმცა ბოლოდროინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ ის ნელა, მაგრამ სტაბილურად მცირდება. მასზე დაკვირვება ატმოსფერული ფენომენების დინამიკის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის დედამიწაზე უხილავი მასშტაბით. იუპიტერსაც აქვს რთული რგოლების სისტემა, თუმცა არა ისეთი სანახაობრივი, როგორც სატურნის. იუპიტერის რგოლები ძირითადად შედგება მუქი მტვრისგან, რომელიც წარმოიქმნება მისი შიდა თანამგზავრების, ადრასტეას და მეტრისის, მიკრომეტეორიტების დაბომბვის შედეგად. ეს რგოლები ბნელია და შეუიარაღებელი თვალით უხილავია, ისინი მხოლოდ 1979 წელს Voyager 1 კოსმოსურმა ხომალდმა აღმოაჩინა. იუპიტერის გავლენა მზის სისტემაზე ძნელია გადაჭარბებული იყოს. მისი უზარმაზარი გრავიტაცია ერთგვარი კოსმოსური მტვერსასრუტის, ან შესაძლოა დიდი ძმის როლს ასრულებს. მილიარდობით წლის განმავლობაში ის ან მზის სისტემიდან გამოდევნიდა კომეტებსა და ასტეროიდებს, ან პირიქით იჭერდა და გადამისამართებდა მათ. ითვლება, რომ იუპიტერი ორმაგ როლს ასრულებს. ერთი მხრივ მისი გრავიტაცია ასტეროიდულ სარტყელში ქაოსს იწვევდა, როგორც ვნახეთ, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა მან დაიცვას შიდა პლანეტები, მათ შორის დედამიწა, მრავალი პოტენციურად საშიში კომეტის შთანთქმით ან გადახრით. იუპიტერის ბრუნვის სიჩქარე გასაოცარია. ის სრულ ბრუნს თავისი ღერძის გარშემო სულ რაღაც 9 საათსა და 55 წუთში ასრულებს, რაც მას მზის სისტემაში ყველაზე სწრაფად მბრუნავ სხეულად აქცევს.
სწორედ ამ სწრაფი ბრუნვის გამოა, რომ ის შესამჩნევად გაბრტყელებულია პოლუსებზე და ამობურცულია ეკვატორზე ეფექტი, რომელსაც ეკვატორული ამობურცულობა ეწოდება. ჩვენ ვტოვებთ მძვინვარე გაზის გიგანტს, რათა ყურადღება მის ამალაზე მივიპყროთ. იუპიტერის ორბიტა სავსეა ობიექტებით, მაგრამ 4 მათგანი მისი უდიდესი გალილეისეული თანამგზავრები თითოეული წარმოადგენს პლანეტებს, რომლებიც თავისთავად შესასწავლად ღირს. ძლევამოსილი იუპიტერის დატოვებისას ყურადღებას მის 90-ზე მეტ თანამგზავრზე ვამახვილებთ, რომელთაგან 4, რომელიც გალილეომ 1610 წელს აღმოაჩინა, შესაძლოა თავად პლანეტებიც იყოს. ჩვენ ვსაუბრობთ გალილეის თანამგზავრებზე: იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. იუპიტერთან ყველაზე ახლოს არის იო სამყარო, რომელიც მთელ მზის სისტემაში ყველაზე ვულკანურად აქტიური ობიექტია. მასზე 400-ზე მეტი აქტიური ვულკანია. მისი ზედაპირი მუდმივად გადამუშავდება, დაფარულია სილიკატური ლავისა და გოგირდის ნაერთების ახალი ფენებით, რაც მას ყვითელ ნარინჯისფერ მოწითალო, პიცის მსგავს შეფერილობას აძლევს. რა უწყობს ხელს ამ წარმოუდგენელ აქტივობას, მიუხედავად იოს მზიდან დაშორებისა? პასუხი მოქცევითი გათბობაა. იო ორბიტალურ რეზონანსშია ევროპასა და განიმედესთან. განიმედეს ყოველი ორბიტის დროს ევროპა 2-ჯერ ბრუნავს, ხოლო იო 4-ჯერ. ეს იწვევს იოს ორბიტის ოდნავ წაგრძელებას ელიფსურ ფორმას, ხოლო იუპიტერსა და სხვა თანამგზავრებს შორის მუდმივი, კოლოსალური გრავიტაციული ძალა იკუმშება და ჭიმავს იოს, რაც მის წიაღში უზარმაზარ ხახუნს ქმნის. ეს ენერგია ათბობს მთვარის წიაღს, რაც მის ბირთვსა და მანტიას დნობის მდგომარეობაში ინარჩუნებს. იოს ატმოსფერო უკიდურესად მკიფეა, ძირითადად ვულკანური ღრმულებიდან ამოფრქვეული გოგირდის დიოქსიდისგან შედგება. შემდეგი თანამგზავრი, ევროპა, შესაძლოა მთელ სისტემაში ყველაზე საინტერესო სამყარო იყოს არამიწიერი სიცოცხლის მოსაძებნად. ევროპა ყინულისა და წყლის სამყაროა. მისი ზედაპირი გლუვი, თითქმის კრატერებისგან თავისუფალი ყინულოვანი ქერქია, რომელიც გრძელი, მუქი ხაზებითა და ბზარებითაა მოფენილი, რომლებსაც მეცნიერები ლინეებს უწოდებენ. ეს ბზარები იმის დასტურია, რომ ყინულოვანი ქერქი იუპიტერის იგივე მოქცევითი ძალების ქვეშ მოძრაობს და დეფორმირდება. ამ რამდენიმე კილომეტრის სისქის ყინულოვანი გარსის ქვეშ, სავარაუდოდ, თხევადი წყლის გლობალური ოკეანე არსებობს. მოქცევითი გათბობა საკმარის სითბოს უზრუნველყოფს ამ ოკეანის თხევად მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. ისეთი მისიები, როგორიცაა გალილეო, აღმოაჩინეს გეიზერების მიერ კოსმოსში წყლის ორთქლის გამოყოფის მტკიცებულებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ოკეანე არა მხოლოდ არსებობს, არამედ ურთიერთქმედებს ზედაპირთანაც. თუ ეს ოკეანე კლდოვან ფსკერთან იქნება კონტაქტში, შესაძლოა მოხდეს დედამიწაზე არსებულის მსგავსი ჰიდროთერმული პროცესები, რაც პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელია. მესამე მთვარეა განიმედა, რომელიც არა მხოლოდ მზის სისტემის უდიდესი მთვარეა, არამედ პლანეტა მერკურიზე დიდიც. განიმედა უნიკალური სამყაროა. ევროპის მსგავსად ის ყინულით არის დაფარული და ითვლება, რომ მას მრავალშრიანი სტრუქტურა აქვს, მათ შორის მიწისქვეშა ოკეანე. თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია საკუთარი მაგნიტური ველის არსებობა. ეს არის მზის სისტემაში ერთადერთი მთვარე, რომელსაც აქვს ასეთი მახასიათებელი. ეს ველი, სავარაუდოდ, წარმოიქმნება მის თხევად მეტალის ბირთვში კონვექციით, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან წარსულ ან აწმყო გეოლოგიურ აქტივობაზე. განიმედეს ზედაპირი დაყოფილია ორ მთავარ რეგიონად: ბნელი, ძლიერ კრატერებით დაფარული ადგილები, უძველესი ქერქი და ღია, დაღარული რელიეფი ტექტონიკური აქტივობის შედეგი, შესაძლოა დაკავშირებული იყოს წყლის გაყინვასა და გაფართოებასთან. და ბოლოს 4-დან ყველაზე გარე და პასიური არის კალისტო. კალისტოს ხშირად ყინულის ბურთის სამყაროს უწოდებენ. ის ყველაზე ძლიერ კრატერებით დაფარულ მთვარეს წარმოადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი ზედაპირი ძალიან ძველია და თითქმის არ შეცვლილა მისი ჩამოყალიბების შემდეგ დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ. მას არ აქვს მნიშვნელოვანი მოქცევითი გათბობა და არ მონაწილეობს ორბიტალურ რეზონანსში. მისი შიდა სტრუქტურა, სავარაუდოდ, ძირითადად ყინულისა და ქანების ჩამოუყალიბებელი ნარევია, თუმცა არსებობს სუსტი, თხელი მიწისქვეშა ოკეანის მტკიცებულებები. კალისტო შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო უძველესი არადიფერენცირებული ყინულის მთვარე, რომელიც გადაურჩა იოსა და ევროპას ჩამოყალიბების ძალადობრივ პროცესებს.
იუპიტერის ეს 4 მთვარე ბუნებით ასე განსხვავებული, თავისთავად მინიატურულ მზის სისტემას წარმოადგენს. იოს ვულკანური ჯოჯოხეთიდან ევროპას პოტენციურად წყლიან სიღრმეებამდე და ყინულის გიგანტ განიმედესამდე ისინი აჩვენებენ, თუ როგორ შეუძლია გიგანტური მასპინძლის ძლიერ გრავიტაციულ გავლენას შექმნას ექსტრემალური, მაგრამ გასაოცარი პირობები, რომლებსაც მხოლოდ ვარსკვლავის მახლობლად ველოდებით. ჩვენ ვტოვებთ სამყაროების ამ თანავარსკვლავედს და გადავდივართ იუპიტერის არანაკლებ შთამბეჭდავ მეზობელზე, რომელიც ცნობილია თავისი ელეგანტური რგოლებით. ჩვენ იუპიტერს დავშორდით, მაგრამ მისი უმცროსი, მაგრამ არანაკლებ დიდებული ძმის გრავიტაცია უკვე სატურნისკენ გვიზიდავს. მზის სისტემაში სიდიდით მეორე პლანეტა, გაზის გიგანტი, რომელიც მყისიერად ამოსაცნობია თავისი შთამბეჭდავი რგოლების სისტემით, სატურნი კოსმიური ელეგანტურობის შედევრია, გარშემორტყმული მილიარდობით ყინულოვანი ნაწილაკის ამალით. იუპიტერის მსგავსად, სატურნი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, თუმცა მისი ატმოსფერო თავდაპირველად ვარაუდობებზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ჰელიუმს შეიცავს, რაც მიანიშნებს მის სიღრმეში მიმდინარე შესაძლო პროცესებზე. ითვლება, რომ ჰელიუმი უფრო დიდ სიღრმეზე წვიმას უფრო მკვრივ ფენებად აფრქვევს, გამოყოფს დამატებით სითბოს და ნაწილობრივ ხსნის, თუ რატომ ასხივებს სატურნი მზისგან მეტ ენერგიას. სატურნს ასევე არ აქვს მყარი ზედაპირი. მისი ინტერიერი სავარაუდოდ შედგება კლდოვანი ბირთვისგან, რომელიც გარშემორტყმულია მეტალის წყალბადის ფენით, რომელიც, თუმცა სატურნის მცირე მასის გამო იუპიტერზე უფრო პატარა და ნაკლებად მკვრივია. ეს ასევე იწვევს სუსტ მაგნიტურ ველს გაცილებით ნაკლებად ძლიერს ვიდრე იუპიტერის და გაცილებით ახლოს პლანეტის პოლუსებთან, თუმცა ის მაინც ეფექტურად წარმოქმნის პოლარულ ნათებას. სატურნი მზის სისტემაში ყველაზე ნაკლებად მკვრივი პლანეტაა. იმდენად, რომ თუ საკმარისად დიდ წყლის სხეულს იპოვით, მას შეუძლია ტივტივი. იუპიტერის მსგავსად, სატურნი ძალიან სწრაფად ბრუნავს დაახლოებით 10-7 საათში, რაც ასევე იწვევს პოლუსებზე შესამჩნევ გაბრტყელებას. თუმცა სატურნის ნამდვილი დიდება მისი რგოლებია. ისინი იმდენად ფართოა, რომ 280,000 კილომეტრზეა გადაჭიმული, თუმცა წარმოუდგენლად თხელია უმეტეს ადგილას მათი სისქე 10-20 მეტრს არ აღემატება. რგოლები თითქმის მთლიანად შედგება წყლის ყინულისგან, რომელიც შერეულია მცირე რაოდენობით კლდოვან მასალასთან. ნაწილაკების ზომები მერყეობს მიკროსკოპული მტვრიდან მანქანის ზომის ლოდებამდე. რგოლების სისტემა დაყოფილია მრავალ ინდივიდუალურ რგოლად და ნაპრალად. ყველაზე კაშკაშა და ყველაზე ცნობილი არის დაც რგოლები, რომლებიც გამოყოფილია კასინის განყოფილებით, დედამიწიდან კარგად ჩანს ფართო ნაპრალი. ეს ნაპრალი, ისევე როგორც მრავალი სხვა არ არის ცარიელი, ის უბრალოდ შეიცავს გაცილებით ნაკლებ მასალას და მისი სიგანე შენარჩუნებულია პატარა მთვარის მიმასის გრავიტაციული გავლენით, რომელიც ორბიტალურ რეზონანსშია ნაპრალში არსებულ ნაწილაკებთან. სატურნის რგოლების წარმოშობა კვლავ კამათის საგანია, თუმცა ორი ძირითადი თეორია ჭარბობს. პირველი ვარაუდობს, რომ რგოლები განადგურებული მთვარის ან კომეტის ნარჩენებია, რომელიც პლანეტას ძალიან ახლოს მივიდა და სატურნის კოლოსალური მოქცევითი ძალებით დაიშალა. ამ საზღვარს, რომლის მიღმაც მხოლოდ საკუთარი გრავიტაციით შეკავებული ობიექტი მოქცევითი ძალებით დაიშალებოდა, როშეს ზღვარი ეწოდება. სხვა თეორიის თანახმად, რგოლები უბრალოდ პლანეტის ფორმირების დასაწყისიდან დარჩენილი მასალაა. თუმცა დაკვირვებები მიუთითებს, რომ რგოლები სავარაუდოდ გეოლოგიურად ახალგაზრდაა მხოლოდ 100 მილიონი წლის, გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე თავად მზის სისტემის ასაკი, რაც სასწორს დაზიანებული თანამგზავრის ან კომეტის სასარგებლოდ აბრუნებს. სატურნის რგოლების დინამიკა უბრალოდ მომაჯადოებელია. რგოლების გარეგნობა მუდმივად იცვლება, როგორც ყველაზე დახვეწილი მაქმანი. აქ მოქმედებს მწყემსი მთვარეები, პაწაწინა მთვარეები, როგორიცაა პანი და დაფნისი. როდესაც ისინი რგოლებში გადიან, მათი გრავიტაცია ქმნის ტალღებს, მრუდებს და ინარჩუნებს მკვეთრ საზღვრებსაც კი, რაც ხელს უშლის ნაწილაკების გაფანტვას. ეს მთვარეები სიტყვასიტყვით მწყემსავენ რგოლის ნაწილაკებს, ინარჩუნებენ მათ ფორმას. სატურნის ატმოსფეროში შეინიშნება უფრო მცირე, მაგრამ მაინც ძლიერი შტორმები. მიუხედავად იმისა, რომ ზოლები და ზონები იუპიტერის ზონებთან შედარებით ისეთი კონტრასტული არ არის, პლანეტაზე დროდადრო გიგანტური თეთრი ოვალების შტორმები, რომლებიც შეიძლება ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულიყო და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს ხდება.
სატურნი არის სამყარო, რომელიც ავლენს დელიკატურ ბალანსს გრავიტაციას, ყინულსა და დინამიკას შორის. მისი რგოლები არ არის სტატიკური წარმონაქმნები, არამედ მუდმივად ცვალებადი, ცოცხალი ცეკვა მილიარდობით ყინულის ფრაგმენტისგან თითოეული თავის ორბიტაზე, რომელიც ექვემდებარება გიგანტისა და მისი მრავალი თანამგზავრის გრავიტაციას. სწორედ ამ ოჯახში ვხვდებით გარემზის სისტემის ზოგიერთ ყველაზე უჩვეულო პლანეტას, რომლებიც ყურადღების ღირსია. ჩვენ დავტოვეთ სატურნი, რგოლები N გიგანტს და ახლა მის საოცარ თანამგზავრულ სისტემაში ჩავუღრმავდებით, სადაც ყველაზე საინტერესო პლანეტები ყინულოვან სიცივეში იმალება. ორი მათგანი გამოირჩევა თავისი უნიკალურობითა და კვლევის პოტენციალით, ტიტანი და ენცელადი. ტიტანი არის სამყარო, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციულ წარმოდგენას თანამგზავრების შესახებ. ის არა მხოლოდ მზის სისტემაში სიდიდით მეორე მთვარეა მერკურისა და ჩვენი მთვარის ზომაზე დიდი, არამედ ის ასევე ერთადერთი მთვარეა მკვრივი ვრცელი ატმოსფეროთი. ეს ატმოსფერო, რომელიც ძირითადად შედგება აზოტისგან, გარკვეული მეთანისა და სხვა ნახშირწყალბადების შემცველობით, იმდენად სქელია, რომ ზედაპირზე ატმოსფერული წნევა თითქმის 1.5-ჯერ აღემატება დედამიწის წნევას. ის იმდენად მკვრივი და გაუმჭვირვალეა, რომ ორბიტიდან ტიტანის ზედაპირი მთლიანად დაფარულია ნარინჯისფერი სმოგის ფენით, რომელიც წარმოიქმნება მეთანისა და აზოტის დაშლის შედეგად მზის ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენის ქვეშ. კასინი-ჰიუგენსის მისიამ ამ ნარინჯისფერი სამყაროს უპრეცედენტო ხილვა მოგვცა. ჰიუგენსის ზონდმა, რომელიც წარმატებით დაეშვა ტიტანზე 2005 წელს, დააბრუნა სურათები, რომლებიც აჩვენებს სითხეებით, მაგრამ არა წყლით ფორმირებულ ლანდშაფტს. ტიტანზე წყალი დაახლოებით 179 გრადუსი ცელსიუსის საშუალო ტემპერატურით მყარი ქანაა. ზედაპირზე მოძრავი სითხეები თხევადი ნახშირწყალბადებია, ძირითადად მეთანი და ეთანი. კასინის რადარმა ტიტანის უზარმაზარი რეგიონები დააფიქსირა, რამაც გამოავლინა მთელი ჰიდროლოგიური სისტემა, რომელიც საოცრად ჰგავს დედამიწისას, მაგრამ მეთანზე დაფუძნებული. ტიტანი შეიცავს ტბებსა და ზღვებს, რომლებიც სავსეა თხევადი მეთანითა და ეთანით, ძირითადად პოლარულ რეგიონებში, ასევე მდინარის კალაპოტებითა და დიუნებით, რომლებიც, როგორც ჩანს, ორგანული მასალებისგან შედგება. დედამიწის გარდა ეს ერთადერთი სამყაროა, რომლის ზედაპირზე წყლის სტაბილური მასებია. მეთანის ეს ციკლი აორთქლება, ღრუბლების წარმოქმნა და მეთანის წვიმა ტიტანს წარმოუდგენლად დინამიურს ხდის. გარდა ამისა, ითვლება, რომ ტიტანის ყინულოვანი ქერქი ფარავს თხევადი წყლის გლობალურ მიწისქვეშა ოკეანეს, რომელიც შერეულია ამიაკთან. ეს ოკეანე, ევროპის მსგავსად, თხევად მდგომარეობაში შენარჩუნებულია სატურნის მოქცევითი გათბობით. ზედაპირზე არსებული ნახშირწყალბადის ტბებისა და შიგნით ღრმა წყლის ოკეანის ეს კომბინაცია ტიტანს მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ქიმიურად მდიდარ სამყაროდ აქცევს. ეს შეიძლება იყოს ლაბორატორია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პრებიოტიკური ქიმია ადრეულ დედამიწაზე. ტიტანის მახლობლად მდებარეობს კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი მთვარე, ენცელადი. ეს პატარა, ყინულოვანი სამყარო დიამეტრით მხოლოდ დაახლოებით 500 კილომეტრი, თვალის მომჭრელად თეთრი ჩანს, რადგან მისი ზედაპირი დაფარულია სუფთა წყლის ყინულით, რომელიც თითქმის მთელ მზის სინათლეს ირეკლავს. ენცელადთან დაკავშირებული ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა მისი აქტივობაა. მის სამხრეთ პოლუსზე აღმოაჩინეს ეწ, ვეფხვის ზოლები 4 პარალელური ნაპრალი, საიდანაც წყლის ორთქლის, ყინულის და ორგანული მოლეკულების უზარმაზარი ბურთულები, ანუ გეიზერები, განუწყვეტლივ იფრქვევა კოსმოსში. ეს გეიზერები დეტალურად შეისწავლა კასინის კოსმოსურმა ხომალდმა, რომელმაც ნიმუშების შესაგროვებლად მათშიც კი გაფრინდა. გამოტყორცნილი მასალის ანალიზმა აჩვენა, რომ ის წარმოიშვა ყინულოვანი ქერქის ქვეშ, სავარაუდოდ, მხოლოდ 30-40 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე თხევადი წყლის მიწისქვეშა ოკეანიდან. აღსანიშნავია, რომ გამოტყორცნილი ნივთიერებები შეიცავდა მარილს, რაც მიუთითებს წყალსა და მთვარის კლდოვან ბირთვს შორის კონტაქტზე და რთულ ორგანულ მოლეკულებზე, რომლებიც სიცოცხლის საშენი მასალაა. ამ კომპონენტების არსებობა მოქცევითი გათბობით გამომუშავებულ სითბოსთან ერთად მიუთითებს, რომ ენცელადის ოკეანეში შესაძლოა ფსკერზე ჰიდროთერმული ხვრელები იყოს, მსგავსი იმისა, რაც დედამიწის ოკეანეების ყველაზე ბნელ სიღრმეებში სიცოცხლეს უწყობს ხელს. ეს გეიზერები, რომლებიც ყინულისა და ორთქლის ნაწილაკებს აფრქვევენ, სატურნის რგოლის ფართო, მაგრამ მკრთალი გარერგოლის წყაროა.
ენცელადი მუდმივად ავსებს ამ რგოლს, რაც თავის გეოლოგიურ აქტივობას აჩვენებს. ტიტანი და ენცელადი, მიუხედავად იმისა, რომ ყინულოვანი თანამგზავრები არიან, აჩვენებენ, რომ სიცოცხლე არ უნდა შემოიფარგლოს ვარსკვლავის ვიწრო საცხოვრებელ ზონაში. გარე მზის სისტემა, გაზის გიგანტების ძლიერი მოქცევითი ურთიერთქმედების წყალობით, შეუძლია შიდა ოკეანეების მხარდაჭერა, რაც ამ პლანეტებს არამიწიერი მიკრობული სიცოცხლის მომავალი ძიებისთვის მთავარ კანდიდატებად აქცევს. ჩვენ სატურნის თანამგზავრებს უკან ტოვებთ, რათა უფრო ღრმად ჩავარდეთ სიცივესა და სიბნელეში, სადაც ყინულის გიგანტები გველოდებიან. ჩვენი მოგზაურობა გრძელდება და ჩვენ უკან ტოვებთ კაშკაშა, თუმცა ცივ სატურნს. ჩვენ შევდივართ ყინულის გიგანტების ზონაში, მარადიული ცივი და შორეული საიდუმლოებების სამყაროში, რომელიც იწყება ურანიდან. ეს პლანეტა პირველი იყო, რომელიც ტელესკოპით აღმოაჩინეს სერ უილიამ ჰერშელმა 1781 წელს და ის იმდენად შორსაა, რომ სინათლეს მზიდან დაახლოებით 2,7 საათი სჭირდება მისასვლელად. ურანი და მისი ტყუპისცალი, ნეპტუნი, განსხვავდებიან თავიანთი უფროსი ძმებისგან, იუპიტერისა და სატურნისგან. მათ ყინულის გიგანტებს უწოდებენ, რადგან მათი მასა შედგება არა მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმისგან, თუმცა ისინი არსებობენ, არამედ უფრო მძიმე აქროლადი ნივთიერებებისგანაც, რომლებიც მზის სისტემის ამ რეგიონში ყინულებად გაიყინა: წყალი, ამიაკი და მეთანი. ეს ყინულები ქმნიან მკვრივ ცხელ ზეკრიტიკულ ფენას, რომელიც პატარა, კლდოვან ბირთვს ფარავს. ურანს აქვს ღია ლურჯი, თითქმის უსახური ფერი. ეს შეფერილობა გამოწვეულია მის ზედა ატმოსფეროში მეთანის არსებობით. მეთანი შთანთქავს წითელ სინათლეს და აირეკლავს ლურჯ სინათლეს უკან კოსმოსში, რაც ქმნის ამ ნაზ შეფერილობას. იუპიტერისა და სატურნისგან განსხვავებით, ურანის ატმოსფერო ერთი შეხედვით საოცრად მშვიდი ჩანს, მას არ აქვს კაშკაშა ზოლები, შტორმები და ზონები. ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია ატმოსფერული უკიდურესად დაბალი ტემპერატურით დაახლოებით 216-ით, ასევე იმით, რომ მისი შინაგანი სითბო, რომელიც კონვექციას იწვევს, ნაკლებად ინტენსიურია ვიდრე სხვა გიგანტების. ურანის შინაგანი სითბო ნაკლებად ინტენსიურია, რაც იწვევს ატმოსფერული დინამიკის შემცირებას. ურანის ყველაზე გასაოცარი და განმსაზღვრელი მახასიათებელია მისი ღერძის დახრილობა. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების უმეტესობა ბრუნავს ღერძზე, რომელიც მეტ ნაკლებად პერპენდიკულარულია მათი ორბიტის სიბრტყის მიმართ, მაგალითად, დედამიწა დახრილია 23 გრადუსით 5 წუთში, ურანის სიტყვასიტყვით გვერდულად წევს. მისი ბრუნვის ღერძი დახრილია წარმოუდგენელი 97 გრადუსით 77 წუთის განმავლობაში ორბიტის სიბრტყესთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ ის ბრუნავს და არა ბრუნავს. ეს უკიდურესი დახრილობა, სავარაუდოდ, კატასტროფული გიგანტური შეჯახების შედეგია დედამიწის ზომის, ან კიდევ უფრო დიდ ობიექტთან მისი ფორმირების ადრეულ ეტაპზე. ამ მოვლენამ არა მხოლოდ გადახარა პლანეტა, არამედ შესაძლოა გავლენა მოახდინა მის თერმულ ბალანსზეც, რაც ხსნის, თუ რატომ არ ასხივებს ურანი დიდ შინაგან სითბოს. ამ დახრილობის გამო ურანი განიცდის ექსტრემალურ სეზონებს. თავისი 84 წლიანი ორბიტის ერთ მომენტში, ერთი პოლუსი პირდაპირ მზეზეა მიმართული და განიცდის უწყვეტ 42 წლიან დღეს, ხოლო მეორე 42 წლიან ღამეში იძირება. შემდეგ სიტუაცია საპირისპიროა. როდესაც ურანი გადის ბუნიობას, მზე პირდაპირ მის ეკვატორზე ანათებს, როგორც ეს ჩვენ დავაკვირდით Voyager 2-ის გადაფრენის დროს 1986 წელს, როდესაც პლანეტა ძალიან მშვიდი ჩანდა. ახლა, როდესაც მისი პოლუსი კვლავ ანათებს, მეცნიერები აკვირდებიან მეტ შტორმებსა და ცვლილებებს. ურანს აქვს საკუთარი, საკმაოდ ბნელი რგოლების სისტემა, რომელიც შედგება 13 ცნობილი რგოლისგან, რომლებიც სატურნის ყინულოვანი რგოლებისგან განსხვავებით, ძირითადად შედგება მუქი, კლდოვანი ნაწილაკებისგან. მას ასევე აქვს 27-ზე მეტი ცნობილი მთვარე. 5 უდიდესი მთვარე მირანდა, არიელი, უმბრიელი, ტიტანია და ობერონი ყინულისა და კლდის სამყაროებია. მირანდა განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი შეკერილი გარეგნობით. მისი ზედაპირი შედგება გეოლოგიური მახასიათებლების ქაოტური მასივისგან, მათ შორის კანიონებისგან, ნაპრალებისგან და ტერასებისგან, რაც მიანიშნებს ტურბულენტურ ისტორიაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს რღვევასთან და რეაკრეციასთან. ურანის მაგნიტური ველი ასევე მისი უცნაური ორიენტაციის შედეგია.
ის პლანეტის ცენტრიდან გადახრილია და მისი ღერძი ბრუნვის ღერძთან მიმართებაში სრული 60 გრადუსით არის დახრილი. ვარაუდობენ, რომ ეს ველი წარმოიქმნება იონიზებული წყლისა და ამიაკის ყინულების თხევად ფენაში, რომელიც მდებარეობს ბირთვსა და გარე ატმოსფეროს შორის. ეს ასიმეტრია ქმნის უკიდურესად რთულ და მუდმივად ცვალებად მაგნიტოსფეროს. ურანი არის მშვიდი, დახრილი სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს ინახავს. მისი ექსტრემალური სეზონები და უჩვეულო მაგნიტური პოლუსი მას პლანეტარული ევოლუციის შესწავლის უნიკალურ მოდელად აქცევს. ჩვენ საბოლოოდ მზად ვართ, საბოლოოდ და განვახორციელოთ ყველაზე შორეული ცნობილი პლანეტისკენ, მისი თითქმის ტყუპისცალის, ნეპტუნისკენ. ჩვენ ურანი დავტოვეთ და ახლა პლანეტების ტური დავასრულეთ და ნეპტუნს მივაღწიეთ, გაზის ყინულის გიგანტებს შორის ყველაზე შორეულს. ნეპტუნი იყო პირველი პლანეტა, რომელიც არა დაკვირვებით, არამედ მათემატიკური გამოთვლებით აღმოაჩინეს. ასტრონომებმა ურანის ორბიტაზე დარღვევები შენიშნეს, რაც მხოლოდ სხვა უფრო შორეული პლანეტის გრავიტაციული გავლენით შეიძლებოდა გამოწვეულიყო. იოჰან გალმა და ურბენ ლე ვერიერმა დამოუკიდებლად იწინასწარმეტყველეს მისი არსებობა და მდებარეობა 1846 წელს. ნეპტუნი ზომითა და შემადგენლობით თითქმის ურანის ზუსტი ტყუპისცალია. ის ყინულის გიგანტია, რომლის ლურჯი ფერიც გაცილებით გაჯერებული და ნათელია ვიდრე ურანის. ეს ასევე აიხსნება ატმოსფეროში მეთანის არსებობით, მაგრამ მისი უფრო ღრმა საფირონისფერი ელფერის საიდუმლო ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოხსნილი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ჯერ კიდევ უცნობი ატმოსფერული კომპონენტის არსებობით, ან სინათლესა და მეთანს შორის უფრო რთული ურთიერთქმედებით. მიუხედავად იმისა, რომ ურანი მშვიდი ჩანს, ნეპტუნი მთელ მზის სისტემაში ყველაზე ძლიერი ქარების სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ის გაცილებით ნაკლებ მზის ენერგიას იღებს, მისი ატმოსფერო წარმოუდგენლად დინამიურია. ნეპტუნზე ქარებს შეუძლიათ მიაღწიონ ზებგერით სიჩქარეს, რომელიც საათში 2100 კილომეტრს აღემატება, რაც მნიშვნელოვნად სწრაფია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პლანეტაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს წარმოუდგენელი სიჩქარე შეიძლება გამოწვეული იყოს პლანეტის სიღრმეში არსებული სითბოს წყაროებსა და მის მწვერვალზე მზის სხივების მინიმალურ რაოდენობას შორის კონტრასტით. 1989 წელს Voyager 2-ის ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელიც ნეპტუნს ეწვია გადაფრენისას ატმოსფეროში, დაფიქსირდა დრამატული, სწრაფად ცვალებადი სტრუქტურები. მათგან ყველაზე თვალსაჩინო იყო დიდი ბნელი ლაქა გიგანტური, დედამიწის ზომის ანტიციკლონური შტორმი, რომელიც საოცრად ჰგავს იუპიტერის დიდ წითელ ლაქას. თუმცა იუპიტერის შტორმისგან განსხვავებით, დიდი ბნელი ლაქა ეფემერული აღმოჩნდა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ის გაქრა, მაგრამ ნეპტუნზე პერიოდულად ჩნდება ახალი, თუმცა ნაკლებად შესამჩნევი შტორმების სისტემები. ნეპტუნს სხვა გიგანტების მსგავსად აქვს რგოლების სისტემა, რომელიც იუპიტერისა და ურანის მსგავსად ბნელია და ძირითადად მტვრისგან შედგება. თუმცა ეს რგოლები უჩვეულოა. ისინი თავად რგოლებში შეიცავს რკალის ფორმის მასალის გროვების იშვიათი ფენომენი, რომელიც აიხსნება პატარა მწყემსი თანამგზავრების გრავიტაციული გავლენით. ნეპტუნის 16 ცნობილ თანამგზავრს შორის განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა – ტრიტონი. ეს არის ნეპტუნის უდიდესი თანამგზავრი და შესაძლოა ყველაზე ცივი ობიექტი მზის სისტემაში, სადაც ტემპერატურა ოდესმე გაზომილა დაახლოებით 235 გრადუსი ცელსიუსი. ტრიტონი უნიკალურია იმით, რომ ის სისტემაში ერთადერთი დიდი თანამგზავრია, რომელსაც აქვს რეტროგრადული ორბიტა, რაც ნიშნავს, რომ ის ბრუნავს თავისი პლანეტის ბრუნვის საპირისპირო მიმართულებით. ეს მტკიცედ მიუთითებს, რომ ტრიტონი იყო დატყვევებული ობიექტი სავარაუდოდ, კოიპერის სარტყლიდან ჯუჯა პლანეტა, რომელიც გრავიტაციულად იზიდავდა ნეპტუნს. ტრიტონის დატყვევებას სავარაუდოდ, წარმოუდგენლად ძალადობრივი მოვლენა იყო, რომელმაც ნეპტუნის თავდაპირველ თანამგზავრთა სისტემაში ქაოსი გამოიწვია. შედეგად მიქცეულმა ძალებმა ასევე გააცხელა ტრიტონი. უკიდურესი სიცივის მიუხედავად Voyager 2-ის დაკვირვებებმა გამოავლინა ტრიტონზე კრიოვულკანიზმის მტკიცებულებები. ეს არის ყინულის ვულკანები, რომლებიც აფრქვევენ არა გამდნარ ქვას, არამედ თხევადი აზოტის, მეთანის და ამიაკის ნარევებს. მთვარის ზედაპირზე ასევე დაფიქსირდა აქტიური გეიზერები, რომლებიც აზოტის ყინულს და მტვერს 8 კილომეტრამდე სიმაღლეზე აფრქვევენ.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ მზიდან ასეთ უკიდურეს მანძილზეც კი ტრიტონს შინაგანი ენერგია აქვს, რომელიც სავარაუდოდ მის ბირთვში ნარჩენი მოქცევითი გათბობით და შესაძლოა რადიოაქტიური დაშლით არის შენარჩუნებული. ტრიტონის ზედაპირიც ახალგაზრდა და საოცრად გლუვია, დაფარულია კინვაგამძლე აზოტის საბადოებით. მას ასევე აქვს მყიფე აზოტის ატმოსფერო, რომელიც სავარაუდოდ ამ გეიზერებით ივსება. ნეპტუნი და ტრიტონი აღნიშნავენ პლანეტების საბოლოო საზღვარს, რომლებიც ძირითადად გაზისა და ყინულისგან წარმოიქმნება. ისინი წარმოადგენენ ხიდს გახურებულში და რეგიონებსა და უზარმაზარ, ცივ ბნელ სივრცეს შორის, რომელიც მის მიღმაა გადაჭიმული სამეფო, რომელსაც დომინირებს დროის დასაწყისიდან დარჩენილი მილიარდობით გაკინული სხეული. ჩვენ ვტოვებთ ტრიტონს და მივემართებით გარეუბნებისკენ, ჯუჯა პლანეტებისა და კომეტების სამეფოსკენ. ჩვენ გადავკვეთეთ ნეპტუნის ორბიტა და ახლა შევედით ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და უზარმაზარ რეგიონში კოიპერის სარტყელში. ეს რეგიონი ვრცელდება ნეპტუნის ორბიტიდან, მზიდან დაახლოებით 30 ასტრონომიული ერთეულით დაშორებით 50 ასტრონომიულ ერთეულამდე. არსებითად უფრო სქელი და გაცილებით ფართო რგოლი ვიდრე ასტეროიდების სარტყელი, მასში მილიარდობით გაკინული სხეულია თავმოყრილი, რომლებიც მზის სისტემის ფორმირების ადრეული ეტაპების რელიქვიებია. კოიპერის სარტყელი აქროლადი ნივთიერებების საგანძურია, რადგან აქ ტემპერატურა იმდენად დაბალია, რომ წყალი, მეთანი, ამიაკი და აზოტი მყარი ყინულის სახით არსებობს. კოიპერის სარტყლის ობიექტები თბო არ განიცდიან ინტენსიურ გრავიტაციულ გათბობას ან შიდა პლანეტების გადამუშავებას და, შესაბამისად, მათი შემადგენლობა თითქმის ხელუხლებლად ითვლება. ისინი წარმოადგენენ მასალას, საიდანაც ოდესღაც ყინულის გიგანტების ბირთვები ჩამოყალიბდა. კოიპერის სარტყლის უდიდეს ობიექტებს ჯუჯა პლანეტები ეწოდება. მათ შორის მთავარია, რა თქმა უნდა, პლუტონი. 2006 წლამდე პლუტონი მე-9 პლანეტად ითვლებოდა, მაგრამ ახლა ერისთან, ჰაუმეასთან და მაკემაკესთან ერთად ის ჯუჯა პლანეტად არის აღიარებული. ეს ცვლილება კრიტერიუმების დახვეწის გამო მოხდა, პლანეტამ თავისი ორბიტა სხვა დიდი სხეულებისგან უნდა გაწმინდოს. პლუტონმა ეს ვერ შეძლო, რადგან მის ორბიტას უამრავი სხვა ჯუჯა პლანეტა აკრავს გარშემორტყმული. პლუტონი განსაცვიფრებელი სამყაროა, რომელიც პირველად დეტალურად 2015 წელს New Horizons-ის მისიამ აღმოაჩინა. ის გაცილებით აქტიურია ვიდრე ვინმე ელოდა. მისი ზედაპირი დაფარულია აზოტის, მეთანის და ნახშირბადის მონოქსიდის ყინულით. მისი ყველაზე ცნობილი მახასიათებელია ტომბოს რეგიონი, დიდი, გულის ფორმის ვაკე, რომელიც აღმოჩნდება გიგანტური მყინვარი, რომელიც მყარი აზოტისგან შედგება. დედამიწაზე არსებული მყინვარებისგან განსხვავებით, რომლებიც ნელა მიედინება გრავიტაციის გავლენით, ეს აზოტის ყინული ნელა კონვექცირდება და მუდმივად აახლებს ზედაპირს, შლის კრატერების კვალს. პლუტონს ასევე აქვს თხელი, მაგრამ სეზონურად ცვალებადი ატმოსფერო, რომელიც შედგება იგივე აორთქლებადი ყინულებისგან. როდესაც პლუტონი მზეს უახლოვდება მის მაღალ ელიფსურ ორბიტაზე, ყინული სუბლიმირდება და წარმოიქმნება აირი. უკან დახევისას ატმოსფერო იყინება და ზედაპირზე ბრუნდება. პლუტონს 5 თანამგზავრი აქვს, რომელთაგან ყველაზე დიდი ქარონია. ქარონი, რომლის დიამეტრი პლუტონის ნახევარია, იმდენად მასიურია, რომ პლუტონი და ქარონი სინამდვილეში ბრუნავენ საერთო მასის ცენტრის ბარიცენტრის გარშემო, რომელიც პლუტონის გარეთ მდებარეობს. ისინი ქმნიან ბინარულ პლანეტურ სისტემას. ქარონს აქვს უზარმაზარი, იდუმალი მოწითალო პოლარული ქუდი, რომელიც მეცნიერების აზრით, პლუტონის ატმოსფეროდან გამომავალი მეთანისა და აზოტის ყინულებისგან წარმოიქმნება. კოიპერის სარტყელი არა მხოლოდ ჯუჯა პლანეტებს შეიცავს, არამედ მოკლე პერიოდიანი კომეტების იმ კომეტების ძირითად წყაროდ ითვლება, რომლებიც მზის გარშემო 200 წელზე ნაკლებ დროში ბრუნავენ. ნეპტუნთან გრავიტაციული ურთიერთქმედებები პერიოდულად გამოდევნის ამ ყინულოვან სხეულებს კოიპერის სარტყელში მათი სტაბილური ორბიტებიდან და აგზავნის მათ მზის შიდა სისტემაში, სადაც მზის სითბო იწვევს მათი ყინულოვანი ბირთვების სუბლიმაციას, რაც ქმნის ცნობილ კომასა და კოდს. კოიპერის სარტყლის ობიექტები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად: კლასიკური კოსმოპოლური პლანეტები ან უკუბევანოები, რომლებიც შედარებით სტაბილურ, დაბალი დახრილობის, თითქმის წრიულ ორბიტებში არიან და რეზონანსული კოსმოპოლური პლანეტები, რომელთა ორბიტებიც ნეპტუნთან გრავიტაციულ რეზონანსშია, მაგალითად, პლუტონი 2, 3 რეზონანსშია.
ბოლოდროინდელმა დაკვირვებებმა გამოიწვია ეგრეთ წოდებული მეცხრე პლანეტის არსებობის ჰიპოთეზა, მასიური, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ობიექტი, რომელსაც შეუძლია ახსნას კუიპერის სარტყლის ზოგიერთი ყველაზე შორეული ობიექტის უცნაური, წაგრძელებული ორბიტები. თუ ის არსებობს, ეს პლანეტა სავარაუდოდ დედამიწაზე რამდენჯერმე მასიური იქნება და მზიდან დედამიწამდე მანძილზე ასობით ჯერ მეტი მანძილის ორბიტაზე ბრუნავს. როდესაც ამ გაკინულ, ქრთალგანათებულ რეგიონს ვტოვებთ, ვუახლოვდებით ჩვენი ვარსკვლავური ბატონობის ზღვარს, იქით, სადაც პლანეტების გრავიტაციული გავლენა მთავრდება და სადაც იწყება უზარმაზარი ვარსკვლავთშორისი სივრცე. კუიპერის სარტყელი პლანეტარული სისტემის ბოლო სტაბილური ავანპოსტია, სანამ სუფთად დაუბინძურებელი ანტიკურობის სამეფოში შევალთ. ჩვენ კუიპერის სარტყელს გავცდით და ახლა ისეთ რეგიონში ვართ, სადაც მზის პირდაპირი გავლენა სუსტდება, შედის ჰელიოსფეროში მზის ქარის მიერ შექმნილ უზარმაზარ, უხილავ ბუშტში. ჩვენი ვარსკვლავიდან მუდმივად გამომავალი მზის ქარი ვარსკვლავთშორის სივრცეს ფარავს და ამ დამცავ ღრუს ქმნის. ჰელიოსფერო ფარის როლს ასრულებს და გალაქტიკური კოსმოსური სხივების უმეტესობას შიდა მზის სისტემისგან ირეკლავს. ამ ბუშტის ფორმასა და ზომას სამი ძირითადი საზღვარი განსაზღვრავს. პირველი არის ტერმინალური შოკი, სადაც ზებგერით მოძრავი მზის ქარი ვარსკვლავთშორის სივრცესთან შეჯახებისას მოულოდნელად ნელდება სუბგერით სიჩქარემდე. მეორე არის ჰელიოპაუზა, ჰელიოსფეროს უკიდურესი საზღვარი, სადაც მზის ქარის წნევა საბოლოოდ უტოლდება ვარსკვლავთშორისი გაზის წნევას. ეს არის მზის სისტემის ფაქტობრივი საზღვარი. კოსმოსურმა ხომალდებმა, როგორიცაა Voyager 1 და Voyager 2, გადალახეს ჰელიოპაუზა და ახლა ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფებიან და გარე პირობების შესახებ ინფორმაციას გვიგზავნიან. და ბოლოს, არსებობს თაღოვანი დარტყმა, რომელიც თეორიულად წარმოიქმნება ჰელიოსფეროს ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაადგილებისას. მაგრამ კუიპერის სარტყლისა და ჰელიოპაუზის მიღმა მდებარეობს ჩვენი კოსმოსური სახლის ყველაზე დიდი, ყველაზე შორეული და ნაკლებად შესწავლილი რეგიონი, ოორტის ღრუბელი. ეს არის ჰიპოთეტური სფერული ღრუბელი, რომელიც მთელ მზის სისტემას გარს აკრავს და მზიდან 2050 ასტრონომიულ ერთეულამდე თითქმის სრული სინათლის წელიწადი მანძილზეა გადაჭიმული. ოორტის ღრუბელი არ არის დისკი, არამედ სფეროა, ერთგვარი გიგანტური გარსი, რომელიც ყველა მხრიდან გვაკრავს გარსს. ითვლება, რომ ის შეიცავს ტრილიონობით ყინულოვან სხეულს იმავე პირველყოფილი სამშენებლო მასალის ნარჩენებს, რომლებიც იუპიტერისა და სატურნის გრავიტაციით მზის სისტემის შორეულ, ხელუხლებელ სიღრმეებში მისი ფორმირების გარიჟრაჟზე იქნა გამოტყორწნილი. ეს არის მარადიული სიბნელისა და სიცივის სამეფო, სადაც მზე სხვა პლანეტებს შორის მხოლოდ კაშკაშა ვარსკვლავია. ოორტის ღრუბელში არსებული ობიექტები ძალიან შორეულ ორბიტებზე მოძრაობენ, თითქმის სრულიად დაუკავშირებელნი მზესთან. ეს არის გრძელპერიოდიანი კომეტების წყარო იმ კომეტების, რომელთა ორბიტალური პერიოდი მზის გარშემო შეიძლება იყოს ათასობით ან თუნდაც მილიონობით წელი და რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ ჩვენში და მზის სისტემაში სრულიად არაპროგნოზირებად, სფეროს ნებისმიერი მიმართულებიდან. მათი ორბიტები იმდენად დიდია, რომ უმცირესი გრავიტაციული დარღვევა, მაგალითად გამვლელი ვარსკვლავის ან გალაქტიკური დისკოს მოქცევითი გავლენისგან, შეუძლია ამ ყინულოვანი სხეულებიდან ერთ-ერთი ჩვენსკენ უბიძგოს. ოორტის ღრუბელი არის უხილავი, მაგრამ კოლოსალური რეზერვუარი. თუ კუიპერის სარტყელი შეიძლება შევადაროთ ქალაქის გარეუბანში მდებარე ყინულოვან სარტყელს, მაშინ ოორტის ღრუბელი არის გიგანტური, ბნელი, გაკინული თაღი, რომელიც მოიცავს მთელ სისტემას. ის წარმოადგენს ჩვენი კოსმიური ბატონობის გრავიტაციულ ზღვარს, სადაც სხვა ვარსკვლავების ძალები იწყებენ კონკურენციას ჩვენი მზის ძალებთან. და ბოლოს, ჰელიოპაუზისა და ოორტის ღრუბლის მიღმა, ჩვენ შევდივართ ვარსკვლავთშორის სივრცეში ვარსკვლავებს შორის უსასრულო სივრცეში, სავსე მყიფე გაზითა და მტვრით. ამ კონტექსტში, ჩვენი მზე და მისი პლანეტები უბრალოდ პაწაწინა, მაგრამ ორგანიზებული სისტემაა, რომელიც მოძრაობს ირმის ნახტომის გალაქტიკაში. ჩვენ დავასრულეთ ჩვენი გრანდიოზული ტური. ვნახეთ, როგორ დაიბადა ვარსკვლავი ღრუბლიდან და როგორ წარმოიშვა სამყაროები დარჩენილი ნამსხვრევებისგან, დუღარე კლდოვანი პლანეტები, დედამიწის სტაბილიზებული ოაზისი, შანგიანი, მკვდარი სამყაროები, მძვინვარე გაზის გიგანტები, ყინულოვანი თანამგზავრული ოკეანეები და გაკინული რელიქვიები კიდეზე. თითოეული სამყარო გაკვეთილია გრავიტაციის, სითბოს და მანძილის გავლენის შესახებ.
ახლა, როდესაც ჩვენი ვარსკვლავური სახლის ყველაზე შორეულ, ყველაზე წყნარ წერტილებს მივახციეთ, იგრძენით ეს სიმშვიდე. ჩვენი მოგზაურობა დასრულდა, მაგრამ ნუ იჩქარებთ დაბრუნებას. ნება მიეცით თქვენ სუნთქვას გახდეს ისეთივე ღრმა და ნელი, როგორც შორეული ურანის ბრუნვა. იგრძენით საბნის სიმძიმე, როგორ გიჭერთ გრავიტაცია თქვენს მყუდრო, თბილ პლანეტაზე. თქვენ გაიკვლიეთ გზა მტვრიდან პლანეტებამდე, ვარსკვლავის ბირთვის ცეცხლიდან ვარსკვლავთ შორისი სივრცის ღრმა, შავ სიცივემდე. გააცნობიერეთ, რომ თქვენ ამ ისტორიის ნაწილი ხართ, გძინავთ ამ მილიარდობით მტვრის ნაწილაკიდან ერთ-ერთზე, რომლებიც როგორღაც სახლად იქცნენ. ეს კოსმიური სიჩუმე, ეს დაუსრულებელი სივრცე, ის გარს გიკრავს. ჩვენი მზის სისტემა თქვენი სახლია, ის სტაბილურია, საიმედო. იგრძენით, როგორ იშლება დაძაბულობა თქვენი მხრებიდან, შუბლიდან. თქვენ უსაფრთხოდ ხართ და შეგიძლიათ მოდუნდეთ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოგზაურობას სინათლის საზღვრებთან, სადაც ნეპტუნის ყველაზე სწრაფი ქარებიც კი ვერ დაარღვევენ თქვენს სიმშვიდეს. ნება მიეცით თქვენს ფიქრებს შენელდეს, როგორც შორეული, უხილავი კომეტები ოორტის ღრუბელში. ნება მიეცით ძილს ნაზად გადაგიფაროთ, როდესაც ატმოსფერო დედამიწას მოიცავს.